ძველი პოლიტიკური ოპოზიცია რეპუტაციულად აფერხებს სამთავრობო ცვლილებებს ქვეყანაში. ეთანხმებით ამას თუ არა? არა, მე ამას არ ვეთანხმები ნამდვილად. ეს მონსტრი რაც 20 წელია იქნებოდა და რასაც მე პირადად მაცოცურ მონსტრს ვეძახი ხოლმე. თქვენი მამა წარმოადგენდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო 2016 წელს ჩათვლიდა. არ მგონია რომ ეგ განცდა ქონოდა ნაციონალურ მოძრაობაში რომ იყო. მამა ჩემი ზამბის წამოწევა ეს ოცნების სტილი არის ხოლმე ზოგადად. ოპოზიციაში ძალიან ბევრ საკუთარი თავი უფრო მეტად უყვარს ამ ბრძოლაში ვიდრე ეს ბრძოლა რეალურად. პრეტენზია რო აქვს რომ რაღაც დიდი გამოცდილება. მინახავს რომ არჩევნების დროს ჩვენ უბედურება გვჭირდა ბრიფინგზე ვინ პირველი იქნებოდა და ვის ექნებოდა ლაივი, ამაზე უჩხუბნიათ. ბევრი რაღაცა ერთად არის, ხო? ისები ეგონეთ კი არა, უბრალოდ საზოგადოების დიდი ნაწილი უბრალოდ აფსაიდში იყო ამ ყველაფრიდან და დედას გიტირებდა სოციალურს და შენშულს დაერხევა, ხო? იქ უკვე ნაკლებად აინტერესებს ჩილოვან კაბინეტში ვინ იქნება. ოპოზიციის პირ მათ შორის ყველაზე მთავარი არის ეგოების პრობლემა. ჩემი ღმერთწმენით. მამა შენი იყო, მაშინ 5 მოწვევით მაგრამ ჩემ მეგობრებს მამებსო პრობლემები მქონდა რა მათ შორის კი ბატონო, მაგრამ დეპრესიაში მაგდებს ამ ოპოზიციურ კლასს ერთმანეთთან რო უყურებ, ერთმანეთთან ურთიერთობაში როგორ არიან. მე არ მithქვამს, რომ ეს ყველაფერი მაგულებელყოთ და მხოლოდ ჩინა არსებს უნდა ვისაუბრო. პასუხი ისინზე რატომ? არა, მაგრამ მაინც თქვენი აზრი მაინტერესებს ამაზე. ძალიან ხშირი კომუნიკაცია მაქვს სამწუხაროდ სამხრევი, როგორც იტყვიან ხოლმე მიწერა არის, მოწერა არ არის. გამარჯობა, თქვენ უყურებთ 64-ის YouTube-ის არხს და ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკურ პოდკასტს პოლიტიკური დებატებისთვის. მე ვარ გიორგი გიორგაშვილი, პროექტ 64-ის ჟურნალისტი და მე გავუძღვები ამ დებატებს. დღეს ჩვენთან ერთად არიან ვადო მაჭავარიანი, ეს არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, 2023 წლიდან უფრო მეტად აქტიური საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, 2025 წლიდან კი უკვე ოფიციალურად როგორც პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენელი და ჩვენთან არის ანი წისლიძე, ის არის საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ანი წისლიძე 2012 წლიდან არის პოლიტიკაში და ჩვენ დღეს ამ დებატების გამართვის მთავარი მიზანი გვაქვს, რომ ორი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა პოლიტიკური თაობის პერსპექტივებიდან შევხედოთ, როგორ ხედავენ ისინი ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს ერთი მხრივ და მეორე მხრივ მათი გადაჭრის გზებს. გვინდა ვნახოთ, რამდენ საერთოს იპოვით ამ ხედვებში და ასევე გვინდა რომ ვნახოთ რა განასხვავებს თქვენს ხედვებს იმისთვის, რომ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, კაფეო იყოს აუდიტორიისთვის თქვენი პოლიტიკური ხედვების უნიკალურობის აღქმა. დიდი მადლობა მოსვლისთვის, დიდი მადლობა თანხმობისთვის. პირველ რიგში მაინტერესებს, რას ფიქრობთ ზოგადად დებატებზე. აქვე აუცილებლად უნდა უთხრა აუდიტორიას, რომ ჩვენ ყოველჯერზე ვცდილობთ, რომ ამ აგიდასთან მოვიდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ამ მიზანს ჯერჯერობით ვერ ვაღწევთ. ამ ცდილობებს ვაგრძელებთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იცოდეს აუდიტორიამ, რომ ჩვენი ინტერესი არ არის მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს შორის დისკუსიების გამართვა, ალბათ ყველაზე უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ ამ მაგიდასთან ერთხარეს იკავებდეს ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენელი. ანა, თქვენ გითხავთ, მაინტერესებს, ვის ისურვებდით ქართული ოცნებიდან, საერთოდ ისურვებდით თუ არა დებატებში რომელიმე, ასე ვთქვათ, ოცნების წარმომადგენელთან საუბარს ან რაზე? მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. დავიწყებ იქიდან, რომ თუ რამე აკლია დღეს, ბევრი რაღაცა აკლია ამ ქვეყანას და პოლიტიკურ სპექტრს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ნამდვილად არის ეს დებატები, არა მხოლოდ ქართულ ოცნებასთან, თუმცა ქართულ ოცნებასთან მგონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, არამედ ოპოზიციას შორისაც, იმიტომ რომ მთელი ეს სივრცე მაინც დებატების არის შეზღუდული, ხო? ქართულ ოცნებასთან დებატები მე არ მიკვირს, რატო არ თანხმდებიან დებატებს, მათ იციან რომ დებატებში ესე ჯდომა და რაღაცებს, ანუ იმ პროპაგანდაზე საუბარი რა პროპაგანდითაც ისინი საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ატყუებენ, ხო? ეს ყველაფერი დებატების პირობებში იქნება მათი არგუმენტები ძალიან სუსტი. შესაბამისად, ქართული ოცნების მიზანი არასოდეს არ იქნება ამ დებატებში მონაწილეობა. მე ვამბობდი კიდეც რომ ღია გამოწვევა რო გავაკეთოთ, როგორც თქვენ ერთი პოლიტიკოსი, პოლიტიკური ოპოზიციიდან კონკრეტულად ვის გამოიწოდით და მე ესე რაღაც ფიგურალურად არც ერთი ჩვენთვის ქართული ოცნება არის ერთი სახე და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. სხვა სახე ჩვენთვის ქართულ ოცნებას არ აქვს. ეხლა წილოსანი დაერქმევა, კობახიძე დაერქმევა, დინარაძე დაერქმევა თუ ნებისმიერი სხვა დაერქმევა, ყველა მიცის ამ ქვეყანაში რომ თავარი გადაწყვეტილება
განხორციელების მიმღები ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას განაგებს და ესე ჯიბეში უდევს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ კობახიძესთან ან ნებისმიერ სხვასთან დებატებში ყოფნაზე უფრო მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ, რომ ცოტა ისეთ რაღაცას მაგ წარმოუდგენელია, მთელი ცხოვრება კაც გატარებული აქვს ჩაკეტილი შუშის სასახლეში, მაგრამ ხომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ალბათ უფრო ბიძინა ივანიშვილთან, იმიტომ რომ დანარჩენებს რასაც ჩასძახებს ბიძინა ივანიშვილი, ზუსტად იმას იტყვიან. მადლობა, ბატონო. ესეთ პირველ რიგში მადლობა შესაძლებლობისთვის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან იშვიათი ფუფუნება, რაც ქართულ არც ტელემედიაში და ამ ბოლო დროს გამოჩნდა YouTube მედიაში, თორე არც მანამდე არ ყოფილა, რომ შესაძლებლობა არის, რომ ორი განსხვავებული, თუნდაც ოპოზიციურ მხარეს განსხვავებული პოზიციის ადამიანმა ერთმანეთში ისაუბროს, მაგრამ კი მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ ქართული ოცნება შეიძლება თვითონ არ მოდის ამაზე, მაგრამ რაღაცნაირად უნდა წამოვიყვანოთ და ბევრი თემა არის სასაუბრო და მე პირადად ვისურვებდი, განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რა თემებზე მუშაობთ ბოლო პერიოდია, რომ კახა კალაძესთან მქონოდა ესეთი პირისპირ შეხვედრა და დებატი, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ამ ქალაქში პრობლემა, მე როგორც თბილისში დაბადებული გაზრდილი ადამიანი და განსაკუთრებით თბილისის თემებზე მომუშავე ადამიანი, კამპანიები გვაქვს დაწყებული სხვადასხვა, მე ამას არ პასუხობს და აბსოლუტურად არაადეკვატური არის ყველა პრობლემასთან. თუმცა ხო, აქაც ნამდვილად მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, იმიტომ რომ მათთან კითხვა და მათთან სალაპარაკო ნამდვილად ძალიან ბევრია და მათ უნდა მოისმინონ ეს ჩვენი ხმა, მაგრამ ზოგადად პრეცედენტი რო არსებობს დებატის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს მე ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო გააქტიურებული იყოს, თუნდაც ოპოზიციურ ფლანგზე, იმიტომ რომ საუბარი ძალიან გვაკლია. მადლობა უბრალოდ ინფორმაციისთვის გეტყვით რომ კახა კალაძის პრესსამსახური არის ჩვენგან ინფორმირებული ამ შესაძლებლობის შესახებ, ამ ფორმატის შესახებ მოგვიყოლია, გვისაუბრია, თუმცა ცხადია სამწუხაროდ ჯერჯერობით ამაზე თანხმობა არ გვაქვს. ბიძინა ივანიშვილთან ხო? ბიძინა ივანიშვილთან არა, თუმცა პარტია ქართულ ოცნებასთან მუდმივად გვაქვს ასე ვთქვათ კომუნიკაცია და ძალიან ხშირი კომუნიკაცია მაქვს სამწუხაროდ სამხრევი, როგორც იტყვიან ხოლმე მიწერა არის, მოწერა არ არის. გულისხმობ ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურთან იმის და ასე ვთქვათ მუდმივად ვთხოვთ რომ ქართული ოცნების დეპუტატებმა მიიღონ ამ ფორმატებში მონაწილეობა. თუმცა ეს არ გამოდის. კეთილი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მე თქვენ ასე ვთქვათ, მცირედ წაგრადგინეთ, მაგრამ მინდა რომ ახლა მოგცეთ ჩვენი ფორმატის თანახმად. თითო იმისთვის რომ თქვენ თავად წარადგინოთ თქვენი თავი. საინტერესო არის ჩვენთვის როგორ ახასიათებთ, როგორ ხედავთ საკუთარ თავებს, როგორ ახასიათებთ, რა შინაარსს ატარებთ როგორც ადამიანები და რა მიზნები გაქვთ პოლიტიკაში, მოტივადო დავიწყოთ თქვენით. ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. ჩემი სახელია ვადო მაჭავარიანი, დაბადებული და გაზრდილი ვარ თბილისში, როგორც უკვე ვახსენე, მაქვს მიღებული ესპანური და ბრიტანული განათლება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და ხო, პოლიტიკაში ვარ იმიტომ და პოლიტიკურ პროცესში იმიტომ ჩავერთე, რომ რაც დავბრუნდი საქართველოში და რაც გააზრებულ ასაკს მივაღწიე, მიმოვიხედე და მე და ჩემმა თანამებრძოლებმა, ვინცთან ერთადაც დღეს ამ საქმეს ვაკეთებ, მიმოვიხედეთ და მივხვდით, რომ ამ ძველმა პოლიტიკურმა სიბინძურემ და დღეს სადაც ვართ, არაფრისკენ არ მივყავართ ამას რეალურად და საზოგადოებაში არის დაკვეთა იმაზე, რომ ახალი თაობის ძალები არსებობდეს. შესაბამისად, გავაკეთეთ ეს ნაბიჯი გადავდგით, ჩაუყარეთ ფუნდამენტი ამ ახალი თაობის ძალის შენებას და შესაბამისად გვინდა რომ ამ პრეცედენტით და ჩვენი შრომით და ბრძოლით შეუწყოთ ხელი იმას, რომ ეს ქვეყანა მოწლიანი ჭაობიდან რაღაცნაირად ამოვიყვანოთ და ეს ერთ წელზე ტრიალი საბოლოოდ დასრულდეს ახალი სუფთა-სახეების შემოსვლით ქართულ პოლიტიკაში. როგორც პოლიტიკურად მჯერა თავისუფლების, თავარი რაზეც ჩემი მორალური და პოლიტიკური აზრით გასაღებს პიროვნული თავისუფლება და მჯერა რომ საქართველოს უნდა იყოს ევროპული, მაგრამ რაც მთავარია ეროვნული ქვეყანა ამ ორის გარეშე ერთად არ გამოვა არაფერი. დიდი მადლობა. ანა, ამჯერად თქვენ გისმენთ ერთ წუთს გასვლით. მოგესალმებით, მე ვარ ანა წითლიძე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, წარმოვადგენ ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას, პოლიტიკაში მოვედი 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო არჩევნები და ხელისუფლებაში მოვიდა ქართული ოცნება და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მაშინ მივედი ნაციონალურ მოძრაობაში, იყო ის, რომ ჩემთვის მაშინაც ძალიან ცხადი იყო, რომ ეს იყო რუსული ძალა და საქართველოს ელოდა ძალიან ხანგრძლივი ბრძოლა თავისი ევროპული მომავლისთვის და ევროპული მომავალი ჩემთვის ასოცირდება მხოლოდ ეროვნულ მომავალთან, იმიტომ რომ ეროვნული ერთიანი ძლიერი სახელმწიფო არ არსებობს ევროპული ქოლგის გარეშე. რამდენიმე საკითხი არის, რის გამოც პოლიტიკა არ ყოფილა ჩემთვის არასოდეს ჰობი, ეს არის ჩემი
პროფესია და ყოველთვის მიდოდა პოლიტიკაში ყოფნა, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი არის, ეს არის საქართველოს დეოკუპაცია, მეორე ეს არის ერთიანი ძლიერი ევროპული საქართველო, დემოკრატიული სისტემი, სადაც იქნება ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ხელმისაწვდომი განათლება, სადაც სახელმწიფო იქნება კეთილი მანქანა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების ბედნიერებისკენ სწრაფვას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა აუდიტორიას იმისთვის, რომ გვიყურებს. ჩვენ თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. თუ კი დებატების საჭიროებას ხედავთ, თქვენი თანხმობა დაადასტუროთ ამ ჩანაწერის მოწონებით და ასევე გაგვიზიაროთ თქვენი წინადადებები, ვისისურვებდით, რომ უყუროთ, იხილოთ აი ამ ფორმატში და აქვე ვიტყვი, რომ ასე ვთქვათ, ჩვენი ფორმატი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მხარეებისგან მოვისმენთ მათ მოსაზრებებს სამ ძირითად სადებატო საკითხზე. დღეისათვის შევარჩიეთ პირველ საკითხად პოლიტიკური ოპოზიციის დღის წესრიგის ეფექტურობა, მეორე საკითხი იქნება ეწოდებული ძველი პოლიტიკოსები VS ახალი წინააღმდეგობრივი მოძრაობები და მესამე საკითხი იქნება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძოდ შეიძლება მნიშვნელოვანი, მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფის ცხადი ხედვები იმ შემთხვევაში, თუ კი მოხდება ქვეყანაში სამთავრობო ცვლილებები. თუმცა ამ საკითხებზე რომ დავიწყოთ საუბარი, ჯერ გვინდა განსაზღვროთ, რომელი თქვენგანი იქნება, ვთქვათ, ის, ვინც პირველს მოვისმენთ მისგან პოზიციას და ამისთვის გთავაზობთ. ცოტა ხანი გადავიდეთ ბავშვობაში. არ არის პრობლემა როგორც ახალგაზრდა. მოდი სამართლიანად იყოს. სამართლიანად იყოს ვითარ. ბავშვებს მე არ ვიტამაშე ჯეირანი და კი ბატონო. მოდით სადაც ჯეირანის თამაში, მე დავითვლი და თქვენ მოკლედ ჯეირანი. კი ბატონო, გადაახვედრეთ. კეთილი. ბატონო, როგორც კი აღნიშნე, ჩვენი ასე ვთქვათ, პირველი სადებატო საკითხი არის პოლიტიკური ოპოზიციის დღის წესრიგის ეფექტურობა და აქ ჩვენ გთავაზობთ თითოეულ საკითხზე ჩვენს დებულებას და ჩვენი დებულება არის ასეთი: დღევანდელი პოლიტიკური ოპოზიცია ვერ ახერხებს ეფექტური დღის წესრიგის ფორმირებას საქართველოში. პირველ რიგში მინდა რომ გვაჩვენოთ თქვენი პოზიციები ამ დებულებას იზიარებთ თუ არ იზიარებთ და შემდეგ პირველ არგუმენტებს მოვისმენთ თქვენგან, გთხოვთ შესაბამისი ბარათი თქვანიშნოთ. ქნის თუ არა? როგორ არის ნაწილობრივი თანხმები და ეგეთი არა გაქვთ. შესაბამისად ორი რაღაცნაირად ის. შეგიძლიათ კამერას აჩვენოთ, რომ ორივე მხრიდან მე ვეთანხმები სრულად ამას. და კარგად აუხსნით. კეთილი, მოდით ახლა დავიწყოთ არგუმენტების მოსმენა და ვადო მე დავიწყებ პირველი 3 წუთის მოსმენას თქვენი პოზიციისთვის. კი ბატონო, იცით, დებულებას ვეთანხმები და რომ ვეთანხმები ამ დებულებას, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რატომაც ვეთანხმები ამ დებულებას, რატომაც გავაკეთეთ ჩვენ პოლიტიკური მოძრაობა და რატომაც გადავდგეთ ეს ნაბიჯი, რატომაც დავაფუძნეთ სართული ახალი თაობის ძალა. რომ ეფექტურობას ვერ ვხედავთ და ამას აქვს ბევრი თავის მიზეზი. და ბევრ მიზეზში შეიძლება და რეალურად ამაზე საუბარი დაიწყო საზოგადოებამ განსაკუთრებით ბოლო 1-2 წლის განმავლობაში და აქტუალური ეს გახდა და გასაგებიც არის რატომაც გახდა აქტუალური, იმიტომ რომ ბოლო წლებში რაღაც გამოწვევები გამოიკვეთა და გამოჩნდა. მაგრამ მე ამას დავუკავშირებ ამ არაეფექტურობას 13 წლიან პერიოდს, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში არის და ფაზებად დავყოფდი ამ ყველაფერს. რეალურად 2013 წლიდან იღებს ჩემი აზრით სათავეს ეს ყველაფერი, როცა ნაციონალური მოძრაობა ძალიან სამართლიანად თავის დროზე ხალხმა გაუშვა ხელისუფლებიდან, მოვიდა ქართული ოცნება, რომელსაც რაღაცა გაუგებარი ზრახვები ჰქონდა და ეს ზრახვები ბოლოს უფრო გამოჩნდა. და პირველი ფაზა 2013 წლიდან რაც იყო, აი პირველ ფაზას ვეძახი მე ამას, იყო ამას დავარქმევდი ბელადის ფაზას. და ეს ბელადის ფაზა იყო ძირითადად ის, რომ ანუ 2013 წლის მერე ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც დიდად ვერ გაიაზრა თავის შეცდომები, ვერ შეაფასა წარსული ადეკვატურად, ვერ მოინანია ეს ყველაფერი და ძირითადად უსმენდა ერთი ადამიანის სიტყვას და მისი რაღაცა მესიჯებით იმართებოდა. შემდეგ 2016 წლიდან ეს ბელადის ფაზა მაინც გრძელდება. მეორე ფაზა დაიწყო და იყო ოლიგარქიული ფაზა, პატარ-პატარა ოლიგარქები შემოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში, შავი ფული შემოვიდა ბევრი და ამ შავი ფულის ინტერესების გავლენით და ვინახეთ რომ რაღაცა გაუგებარი გადალაგებები, ამ ერთი სახეების ტრიალი მუდმივად და შემდეგ გადავედით ამ ორი ფაზის შედეგად, ეს პელადომანია და შავი ფული დღემდე გრძელდება ქართულ პოლიტიკაში და მოვედით მესამე ფაზამდე, რაც 20-20 წლიდან და განსაკუთრებით 2024 წლის არჩევნების წინ და მას მერე აი დღესაც უყურებთ, ეს არის მესამე ფაზა, გაუგებარი ფაზა ქართული ოპოზიციის, რომ საერთოდ მოწყვეტილები არიან რეალობას ჩემი აზრით, მათი შინაარსი, მათი დაპირება
ნაკრებები, მათი ყველანაირი რაღაცა რიტორიკა არის ანსადაგრძელები ამ ბრტყელი სიტყვები უბრალოდ საარჩევნო დაპირებებშიც დავინახეთ. გაყალბებას უკავშირებთ ამ არჩევნებს რა თქმა უნდა, მაგრამ დაპირებებში დავინახეთ რომ ვერ შესთავაზეს ვერაფერი ახალი საზოგადოებას და რეალურად ამ რაღაცა ერთი და იგივეთი და მოწყვეტილობით საზოგადოებიდან იმ ორმა ფაზამ მოწყვიტა ესენი საზოგადოებიდან მივიღეთ ის რომ აი ამ პროტესტის დროსაც ვერ პოულობენ საკუთარ თავს მიუხედავად იმისა რომ ადამიანური და ფინანსური რესურსი აქვთ ვერანაირი შინაარსი ვერ შეემატა პროტესტს და საბოლოოდ ვიხილეთ რომ როცა სცენაზე გამოდიან ლიდერები სტოინას იღებენ კომპლექსდებიან ამის მერე და ვიხილეთ სცენის გარეშე პროტესტი პირველად საქართველოში დადებითი მოვლენა რომ ხალხის ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი თუმცა პოლიტიკური მდგენელი ამას არ ქონდა იმიტომ რომ აი ზუსტად ამ არაეფექტურობიდან გამომდინარე და საზოგადოების უნდობლობიდან გამომდინარე რაცაც შემდეგ თემებში კიდევ უფრო ჩავშლი ეს იყო ეს არის ძირითადია ეს სამი ფაზა და არ არის მხოლოდ რომ აი ბოლო წლებში განვითარდა ეს ერთი და იგივე სახეები რომ მოძრაობენ ქართულ პოლიტიკაში და ბევრი ისეთი არის ვინც აღიზიანებს პირობითად საზოგადოებას და ვინც არ მოინანია წარსულის რაღაცა დანაშაულები და იგივე რა შეცდომები დღემდე ეს რომ არის იმიტომაც არის ესეთი არეული ქართული პოლიტიკური სპექტრი ოპოზიცია დიდი მადლობა ანა მე ახლა თქვენ გაძლევთ 3 წუთს იმის რომ აგვიხსნათ თან რატო ეთანხმებით კი ბატონო უბრალოდ მანამდე ვინდა ხო ჩვენ ფორმატი ესეთია რომ მოვისმენთ თქვენ 3 წუთში თქვენს ძირითად პოზიციას და შემდეგ მოგცემთ კიდევ 2 წუთს იმისთვის რომ აი რაზეც ისაუბრებთ ამის რეპლიკები გააკეთოთ ამაზე მაინც ვიპასუხებ ნაციონალურ მოძრაობას რაღაც ბელადის ფრაზა ქონდაო და თქვენი მამა წარმოადგენდა ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო 2016 წელს ჩათვლიდა არ მგონია რომ ეგ განცდა ქონდა ნაციონალურ მოძრაობაში რო იყო ეს რეპლიკის სახით ეხლა რაც შეეხება მე ნაწილობრივ ვეთანხმები ამას და ნაწილობრივ არ ვეთანხმები ერთ მიზეზის გამო ძალიან ბევრ ადამიანს და მე ვეთანხმები რომ ბევრი ახალი კადრი უნდა იყოს პოლიტიკაში და ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს სანამ თვითონ შემოვა ბრძოლაში და გადაიტანს რეალურად ნახავს რა ხდება აქ რას ნიშნავს ქართულ ოცნებასთან და ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება, ძალიან ხშირად აქვთ ხოლმე წარმოდგენები, რომ ეს ყველაფერი ძალიან მარტივია და ძალიან მარტივად შეუძლიათ ამ რაღაც არსებულის კრიტიკა. პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია ესე უნდა შევხედოთ, რომ 19 წელი ორი რაღაც უნდა გავაცნობიეროთ, რომ 19 წელი არის რეალურად ეს არის რეჟიმი, ეს არის ცუდი ხელისუფლება. ეს არის რეჟიმი ერთ მხრივ ყველანაირი რესურსით, აბსოლუტურად ადამიანური და ფინანსური რესურსით და მეორე მხრივ ოპოზიცია, რომელსაც არ აქვს არაფერი და ადამიანური და ფინანსური რესურსზე იყო საუბარი და მე დღეს პარტია არ მეგულება, რომელსაც რამე ტიპის ფინანსური რესურსი აქვს იმის გამო, რომ რაც გჭირს, ხო? რეალურად შესაბამისად რეჟიმის მთავარი და ეს მარტო საქართველოში არ არის, ეს ხდება რუსეთშიც და ბელორუსშიც. მთავარი ბერკეტი რა არის? რეჟიმის აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ თავისი პროპაგანდა აწარმოოს, ცალმხრივი და შენ ამ პროპაგანდაზე ყავდა მომართული. მე ვერ ვიტყვი, რომ ოპოზიციას არ უცდია ეს. ჩვენ თუ გადავხედავთ კამპანიას საკუთარი დღის წესრიგის შექმნის, ოპოზიციურ პარტიებს ამ კამპანიის დროს საკუთარი დღის წესრიგი ჰქონდათ და მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ქართული ოცნების დღის წესრიგზე არ ყოფილიყვნენ მიბმული. ხა ჩვენ შეგვიძლია ვაკრიტიკოთ იქ რა ჯობდა, რა არ ჯობდა, მაგრამ ეს ტენდენცია, რომ ოპოზიცია საკუთარი დღის წესრიგი ქონოდა, განსაკუთრებით ამ საარჩევნო კამპანიაზე, ჩემი აზრით, ძალიან კარგად ჩანდა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იმაზე რაღაც ცალსახად საუბარი, როდესაც რეჟიმის პირობებში გვიწევს და უწევს ოპოზიციას, ხა მე არ მივაკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომელიც ოპოზიციას რაღაც იდეალიზირებული ყავთ, ჩემს კომენტარებს თუ ნახავთ ხოლმე, ხშირ შემთხვევაში ვაკრიტიკებ, მაგრამ რეალობა რო დავინახოთ, ხო, რეალობა არის ის, რომ ოპოზიციას უწევს თვით გადარჩენის რეჟიმში ყოფნა. ამ 13 წლის განმავლობაში ოპოზიციას ხა ამ ოპოზიციაც ფართოა, ხო? აი ჩემს პარტიაზე რო ვილაპარაკო, ხა ყველაზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ყველა იგივე დღეშია, ხო? აქ ოპოზიცია არის არაფრის გარეშე, არის შიშველი ხელებით, დაკავებებით, დაპატიმრებებით, რა ვიცი, ფინანსური ზეწოლებით, ოპოზიციის აქტივის, აი მარტო ნაციონალური მოძრაობის 15000 პარტიის წევრია, წარმოიდგინეთ 13 წლის განმავლობაში პროკურატურაში დაბარებული და ცისქრის სამართლის საქმეა აღძრული იმაზე, რომ არაფერი არ ვთქვათ, ეხლა პოლიტიკური ლიდერები რო ციხეში არიან, ხო? ამ პირობებში იმაზე საუბარი, რომ რაღაცას 100%-ით ვერ აკეთებს ოპოზიცია და დღის წესრიგი ვერ შექმნა, მე არ ვთვლი, რომ სამართლიანი არის. კი, ნაწილობრივ ქართულ ოცნებას და ამის რესურსზე ხა დაწყებული, რა ვიცი, დაწყებული სატელევიზიო რესურსებიდან და ფინანსური იმისი, რომ მუდმივად ოპოზიცია ყავდეს თავის დღის წესრიგზე, მაგრამ ბოლო არჩევნებმა მათ შორის ანახა რა ოპოზიციას ეს პრობლემებით, მაგრამ შეუძლია საკუთარი დღის წესრიგი შექმნა. დიდი მადლობა ორივეს. ეხლა მოგცემთ 2 წუთს რეპლიკისთვის, ვადო დავიწყოთ თქვენგან. ის რა არის პირველ რიგში ეს მამა ჩემი ზამბის წამოწევა, ეს ოცნების სტილი არის ხოლმე ზოგადად, მაგრამ იდეაში მე მგონია, რომ მე თვითონ
ყველანაირი საზოგადოებრივი ოჯახი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაზე მთავარია, მაგრამ მე თვითონ დამოუკიდებელი ტიპი ვარ და ზუსტად რომ ვუყურებდი ამ ყველაფერსაც ხდებოდა და რა სიბინძურეც ტრიალებს ქართულ პოლიტიკაში, წარსულ ქართულ პოლიტიკაში და საიდანაც წამოვიდა, ვინც ახსენეთ ის ადამიანი, მან მამაჩემი, იცი რა არის, ამას რომ ვუყურებდი, იმიტომაც დავინახე იმის საჭიროება, რომ ეს რაშიც 13 წელია ვტრიალებთ და რაშიც ვიხარშებით რეალურად, ეს არის არასწორი და ამას არ საიდკენ მივყავართ რეალურად. და ისიც რაც თქვით, რომ რაღაცა ოპოზიცია თავის დღის წესრიგის შექმნას ცდილობს, მე არ მიმაჩნია, რომ საკუთარი დღის წესრიგის შექმნა არის ის, რომ რაღაცა ერთი და იგივე დაპირებები ატრიალო ყველა არჩევნებზე, არ ილაპარაკო იმაზე, რომ შეიძლება პირობითად პენსიაზე ბევრი ილაპარაკო და ყველა არჩევნების წინ ილაპარაკო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. მაგრამ არ ილაპარაკო სტუდენტზე, არ ილაპარაკო სხვადასხვა ჯგუფებზე, არ დახვიდე რაღაცა კონკრეტულ შინაარსებამ და ამ შინაარსზე ნამუშევარი არ გქონდეს. და მე ვთვლი, რომ პროპაგანდაში შესვლა, ქართული ოცნების პროპაგანდაში შესვლა, უბრალოდ არ შესვლა, იყო არასწორი და უფრო მეტი უნდა ესაუბროთ, ადამიანები მეტად უნდა დაერწმუნებინათ იმაში პოლიტიკურ ოპოზიციას, როგორ ინარჩუნებენ მშვიდობას საქართველოში, როგორ არ ართმევს ევროპა ტრადიციებს და როგორ არ დაემუქრება ამას საფრთხე ქართული ოცნების წასვლის შემთხვევაში. სტაბილურობა ვერ დაინახა ქართულმა საზოგადოებამ ჩემი აზრით ძირითადად და იმიტომაც იხარშება ეს ბევრი წელია და იმიტომაც ეს საჭიროებს გადატვირთვა სუფთა ხელებს და არა იგივე სიბინძურით ბრძოლას და იგივე მეთოდებით ბრძოლას. იმიტომ რომ რეალურად ეხლა მე რომ მოусმენ ნებისმიერ პოლიტიკოს ხმა რომ ჩამესმოდეს ტელევიზორიდან პირობითად ვერ გავარჩევ რომელი პარტია საუბრობს, იმიტომ რომ იმდენად ჩემი აზრით არანაირი რაღაცა იდეოლოგიური ბაზისი, არანაირი განმასხვავებულობა და რიტორიკაშიც კი და სიტყვების დონეზეც კი არ არსებობს. ამიტომაც არის საჭიროება, რომ რაღაცა სიახლე ახალი არსებობდეს და ახალი ხალხი წამოიწიოს. ელემენტარული არის ეს, რომ ახალი ხალხის და სუფთა ხალხის წამოწევა არის აუცილებელი. დიდი მადლობა. ანა, მოგცემთ ახლა 20 რეპლიკისთვის, მანამდე უბრალოდ ჩანართის სახით ვიტყვით, რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენს დებატებში არ იყვნენ მოხსენებული მესამე პირები, მაგრამ რა კიღა ეს მაინც მოხდა აუდიტორიას აუხსნით, რომ საუბარი არის ბატონ ვანო მაჭავარიანზე, მაპატიეთ მიხეილ მაჭავარიანზე. კი, მაპატიეთ, ბოდიშ ვიხდი. ბატონ მიხეილ მაჭავარიანზე, ეს იყო საქართველოს პარლამენტის ხუთგზის მოწვევის დეპუტატი და არა მხოლოდ. მან დატოვა პარტიული პოლიტიკაც და ზოგადად პოლიტიკაც 2016 წელს და მინდა რომ აღარ შევეხოთ, ამაზე აღარ დავუკარგოთ, რომ მაინც მომიწევს, იმიტომ რომ დაკავშირებულია ჩემს პასუხს და ხო, მე ჩემი დიდი პატივიცემით მხოლოდ, იმიტომ რომ კი, დებატებში და არა პერსონალიზებულად, იმიტომ რომ არა, ეს საკითხთან არის, არაფერ შუაში არ არის პერსონალიზება, ამ პატივიცემ პიროვნულ. ხო, პირველ რიგში რაც შეეხება მიხეილ მაჭავარიანს, რატო აღნიშნე ახლა ეს ყველაფერი, რომ ძალიან კი არა მხოლოდ ხუთი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო და მთელი პარტიული ინფრასტრუქტურა ნაციონალური მოძრაობის მისი შექმნელია. შესაბამისად, ახლა ნაციონალური მოძრაობის შეცდომებზე საუბრობდეს ადამიანი, რომელიც იმ ყველა იმ სიკეთით სარგებლობდა, რაც ნაციონალური მოძრაობა რო იყოს, ნაციონალური მოძრაობის დროს ჰქონდა, ჩემი აზრით არ არის უბრალოდ კორექტული და იმედია გამოცდილება პოლიტიკაში ამას შეძენს ნამდვილად, თუმცა მე ვფიქრობ კიდევ ერთხელ, რომ ნამდვილად ბელადის მართლობის ქვეშ თავი მაჭავარიანს ესე თავისთავი არ წარმოედგინა. ეხლა რაც შეეხება მე ბევრჯერ მინახავს, ნახე კონკრეტულად საკითხს. ეხლა მე ბევრჯერ მინახავს ხოლმე ესე ახლა შემოსულები პოლიტიკაში, კიდევ ერთხელ მე ბარნარის საწინააღმდეგო არ გავს, რაღაც აჟიტირებულები ემოციებში, ეს ძალიან კაია, ეს ახალგაზრდობის დამახასიათებელია, მაგრამ ასევე მინახავს შემდეგ რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ ეს ადამიანები უბრალოდ რაღაცებში იმედგაცრუებული საკუთარი თავითაც ყოფილან და შემდეგ და იგივე არ მინდა რომ დაემართოს. ძალიან მარტივია თქვი მე თავიდანვე კრიტიკა იმაზე რა ვერ გააკეთა ოპოზიციამ და ეს ისაც კარგად ვიცით რა ვერ გააკეთა ოპოზიციამ და კიდევ ერთხელ ვისაუბრებ ხა რომ მე ვერ ვილაპარაკებ ზოგადად ოპოზიციაზე მაგრამ როდესაც კიდევ ერთხელ უნდა გვესმოდეს თქვენ ერთხელ საარჩევნო უბანი ჩაგიბარებიათ ერთხელ საარჩევნო კამპანია ჩაგიტარებიათ სად ჩაგიტარებიათ რომ არ არის ეს დიალოგის ხო ნახეთ როდესაც ერთხელ რა თქმა უნდა კარგია რა შოშე დამკვირვებელი მეგონები საარჩევნო კამპანია თუ გიწარმოებია დამკვირვებელი ბევრი შეიძლება იყოს ამაზე საუბრობენ ადამიანები რომელსაც წარმოდგენა არ აქვს საერთოდ რას ებრძვიან და წარმოდგენა არ აქვს რას ებძვის მაგიტო იძახის მაგას ძალიან კაია პენსიებზე საუბარი ძალიან კარგია სტუდენტებზეც გეთანხმები აბსოლუტურად შინაარსობრივი იდეოლოგიური საუბარი ოღონდ ნორმალურ ქვეყანაში და მაგრამ ამ პირობებშიც რაღაცნაირად ეგ ოპოზიციამ უნდა შეძლოს მაგრამ თავი გამოწვევა ისიც რა არის რაზე წარმოდგენაც არა აქვს და მხოლოდ მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბრობს ახლა და ერთხელ რო უბანს ჩაიბარებს და მე შემოგთავაზებ რომ წამოხვიდეს უგდიჩი რეჟიმს როცა ებძვი როცა იწყება კანონიერი ქურდების მონაწილეობა არჩევნებში როცა იწყება ფულით მოსყიდვა როცა იწყება ადამიანების დაშინება იქ ის ყველაფერი მთავრდება და მთავარი გამოწვევა ოპოზიციის ეს არის ზუსტად კეთილი ჩვენ გავაგრძელებთ ახლა ამ თემაზე საუბარს ჩვენ ფორმატის თანახმად ჩვენ გადავალთ 8 წუთიან ასე ვთქვათ მონაკოში სადაც უკვე შერეულ დისკუსიას მოვისმენთ მე მინდა დავაზუსტო რას გულისხმობ როდესაც ჩვენ დებულება განსაზღვრეთ ასე რომ გვინდა ვისაუბროთ განვიხილოთ რამდენად ეფექტური არის ქართული პოლიტიკური ოპოზიციის
არის დღის წესრიგი შეიძლება მეშლება მაგრამ ჩემი ასე ვთქვათ დაკვირვებით რაღაცნაირად 2018-2019 წლამდე მეტწილად ასე ვთქვათ დღის წესრიგების შემადგენელი იყო ის რომ ოპოზიცია უტევდა ხელისუფლებას და ასე ვთქვათ ხელისუფლება უფრო მეტად იყო მომგერიებლის როლში მაგრამ ვფიქრობ რომ 2019 წლიდან ეგ შეიცვალა რომ ოპოზიცია ჩადგა ამ ასე ვთქვათ მოგერიების ქვეშ ხო და ამას ემთხვევა ისიც რომ უფრო მეტად კი ბატონო გაძლიერდა უფრო მეტი ტელევიზიის პროფილი გახდა ქართული ოცნება ხო აი ვთქვათ რა საკითხები უნდა იყოს რითიც თქვენ საუკეთესო ვარიანტში ფიქრობთ რომ უნდა ქმნიდეთ დღის წესრიგს მოდით ამაზე ვისაუბროთ მომდევნო 8 წუთის განმავლობაში შეგიძლიათ ხარებმა თავისუფლად ისაუბროთ მადლობა ისე დავიწყებ რა ხან თქვენ თქვით ბოლოს და თქვენი რეპლიკა იყო ბოლოს ის რა არის ყველაფერი მე ძალიან კარგად მესმის ანუ ბოლო თუ ამის პირადი გამოცდილება არ მქონია და ამას აუცილებლად შევიცენ ანუ პოლიტიკაში ყოფნა რეალურად მე მგონია რომ გამოცდილებას შემაძენინებს კიდევ უფრო და დამკვირვებელი მე მგონია რომ გამოცდილება ფასობს ეს რა მესმის კი მაგრამ დამკვირვებელიც ფასობს ძალიან თქვენ რო თქვით რომ ბევრი შეიძლება იყოს დამკვირვებელიო მაგრამ სხვა რაღაცა თქვი საერთოდ დამკვირვებელი არ ნიშნავს რომ საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობს. არა, გასაგებია. მაგის გარჩევასაც ისწავლით. დამკვირვებელი სხვა რაღაცა არის საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობს. ეგ კიდე სხვა რაღაცა არის. მაგის გარჩევა ძალიან მარტივია, ძალიან ჩვენ შეგვიძლია ხო ესე თუ რაღაც რამე სხვა რო აშუქებდო. ნახეთ, მე არ მithქვამს ეს გულწრფელად საწყენად, ნახეთ, საერთოდ არ მithქვამს საწყენად, იმიტომ რომ მეც რომ მოვედი 2012-ში, აი მაშინ ერთ-ერთი ადამიანი ვისგანაც ძალიან ბევრი ვისწავლე, ნამდვილად იყო მამა თქვენი. ნამდვილად პარტიაში, იმიტომ რომ ყველაზე მეტად იცოდა ეს და მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე, ამიტომ ეგ რამე იმით არ მithქვამს. უბრალოდ ის არის თქო, ეხა ცოტა საწყენი რა, უბრალოდ ის რომ რაღაც ნაციონალური მოძრაობაზე არ შეიძლება ჩემი აზრით მინიმუმ არა კორექტულია, ეხა საუბრობდეს ადამიანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პროფესიონალი გაიზარდა. მაგრამ არა, რა თქმა უნდა, კაცო, მაგას არ ვიძახს. ვადოს ჩვენი აქ მოწვევა განპირობებული არის, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი პერსონალური საქმიანობით, ასევე მე-12 საუკუნის საქმიანობით და ხოთ მესმის რომ ცხადია მიხეილ მაჭავარიანი როდესაც საუბრობთ ნაციონალურ მოძრაობაზე იქნება ფაქტორი, მაგრამ ჩვენ თუ ისე მოვიქცევით რომ ამას დაუთმოთ განხილვის დროს ვეღარ ვისაუბრებ არსებითად. აი მე მინდა რომ მიგაბრუნოთ ისევ დღის წესრიგებში რას გულისხმობ, მოდით ვისაუბროთ იმაზე როგორ ფიქრობთ საერთოდ რას ემყარება, რა საკითხებს ემყარება, როგორ ქმნით საერთოდ დღის წესრიგს, ქმნით თუ არა და აქვე მაინტერესებს როგორი არის თუნდაც იგივე კრიტიკული მედიის როლი, რამდენად ეს არის თქვენთვის შესაძლებლობები თუ პირიქით რაღაც საფრთხეებიც, იმიტომ რომ მე ავხსნიხე კონკრეტული მაგალითი საბრძოლზე თუ შეიძლება ყველა მივხვდეთ. ნახეთ, რაღაცა პერიოდი იყო თუ გახსოვთ, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა, რომ პარლამენტში როცა ვიყავით და ეგ მოვიდა მე საარჩევნო, რომ თქვით რომ არ არსებობს არანაირი თემა, რაზე ჩვენ ქართული ოცნება იტყვის და ჩვენ გავაკეთებთ, აი კომრო შემოაგდებდნენ ხოლმე ხო რაღაცას იქ პროპაგანდისტულს ხო? და კონკრეტული კვლევების საფუძველზე თუ გახსოვთ, ეს კონკრეტული მესიჯ ბოქსები, რაზეც ჰქონდა და ნამუშევარი რო იქ უფასო ყვება სკოლაში, იქ პენსიები, იქ სხვათა შორის სტუდენტებზეც ხო რეგიონიდან სტუდენტები ვინც არიან და აქ საცხოვრებლად. კი, მაგრამ ამაზე შეიძლება რა თქმა უნდა და ბევრად უკეთესად შეიძლებოდა ყველაფერი გაკეთებულიყო. ეს იყო რაღაცა სამთვიანი ესეთი პერიოდი, ნახე, როდესაც არაფერს აი რომ მოდიოდა ჩემთან იმედი და მათ შორის კრიტიკული მედიები და რომ მეკითხებოდნენ, აი რას ფიქრობ ირაკლი ყობახიძის ამ განცხადებაზე, მე ვეუბნებოდი რომ სკოლაში 35% ბავშვებისაც შია. შესაბამისად, ჩემი მთავარი საზრუნავი არის ეს. ნახეთ, ეხლა გეტყვი, ნახე, როგორც კი, აი რაღაცა ეს პერიოდი ესე შევინარჩუნეთ, ხო? მერე რა ხდება? ნახეთ, მერე ხდება ის, რომ აი საარჩევნო კამპანიის დროსაც კონკრეტული ჩვენი მესიჯები გვაქვს. კონკრეტულად ამ მესიჯებზე, ამ მესიჯებით ავართ წარმოდგენილი, უცებ ხდება, რომ ამ პროცესში ან რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს იჭერენ. უცებ ხდება, რომ ამ პროცესში ერთ-ერთი საარჩევნო კამპანიის დროს, სადაც მე პენსიაზე ველაპარაკებოდი, თავს დამესხნენ და ხელი გამარტყეს ქართული ოცნების და უკვე всё სამდღიანი თემა განხილვის, მათ შორის კრიტიკულ მედიებში, როგორც ხდება, ხო? ეხლა როცა თავდასხმა არის და როცა დაჭერა არის პოლიტიკური ლიდერის მორჩა, უკვე იქიდან ხარ აბსოლუტურად ამოვარდილი. ისევ, ანუ რას ვამბობ, ნახე, ამას არ ვამბობ და აბსოლუტურად მოყვები მაგაში, რომ ეს რომ აი რაღაც ბოლომდე ფოკუს ჯგუფებთან ჩვენ ვერ შევედით, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ოპოზიციის და გამოწვევა, მაგრამ
ასევე ამ ყველაფრის ისე იდეალურად ან იდეალურთან მიახლოებული მეც გაკეთება რეჟიმის პირობებში არის ძალიან რთული, იმიტომ რომ რეჟიმს აქვს ბევრი ბერკეტი, რომ აქედან ამოგაგდოს და ყველაფერი სათარდება, გულწრფელად სათარდება, იცი და აი რა ვიცი, იმედი მაქვს მომდევნო არჩევნები არ იქნება ბიძინა ივანიშვილის პირობებში და ყველაფერი არ დაგჭირდება, მაგრამ ერთხელ მაინც და მე ამას არ ვამბობ იმის გამო, რომ რაღაც ერთხელ მაინც აი საარჩევნო უბანთან რომ მიდის ამომრჩეველი, რომელსაც რო უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელსაც თან მიყვება სუსი, რომელსაც თან მიყვება შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც თან მიყვება სოფლის წმუნებული, რომელსაც თან მიყვება ქართული ოცნების საკრებულოს წევრი, რომელმაც იცის რომ სოციალურს დაკარგავს, თუ ნახავენ რომ მას ვინ მისცა ხმას, რომელმან იცის რომ სამსახურს დაკარგავს. ან შვილს პრობლემა იქნება და ამ არჩევნებზე მე მქონდა 40-მდე აუდიო ვიდეო ჩანაწერი, რომელიც გადავეცით უთოოდիր, სადაც ადამიანები საუბრობენ იმაზე, ოპოზიციის ამომრჩევლები, როგორ მივიდა მათთან სუსი და უთხრა როგორ იქნებოდა მისი ოჯახის წევრი. პრობლემა. ანუ იქ როცა აი ეს ერთვება თქო, აი ეს ხაზი ერთვება ხელისუფლების მხრიდან, ხო? იქ მერე უკვე ის ადამიანი არ აკეთებს არჩევანს, განსაკუთრებით რეგიონებში, იმის მიხედვით რა დაპირება ქონდა ოპოზიციას, ვინ რამდენით მოუმატებს პენსიას, ან ვის უკეთეს რაღაცა შესთავაზებს. იქ იწება უკვე შიში. ის რა არის, მე ეგ ყველაფერი ძალიან კარგად მესმის და ეს ძალიან გასაგები არის. მაგრამ იცით რა არის, ზოგადად პოლიტიკურ დღესასწაულს შექმნას ასე ეძახით. მე არ მithქვამს, რომ ეს ყველაფერი უნდა უგულებელყოთ და მხოლოდ შინაარსებზე უნდა ვისაუბროთ. ეს ორივე შეიძლება ერთად, ანუ ეს უნდა გავიაზროთ, რომ აი ქართული პოლიტიკა რაღაცნაირად ბოლო წლებში გადაიქცა იმათ, რომ აი რაღაცა პიროვნული ბრალდება, აი ერთი და იგივეზე სულ საუბარი, რომ აი საუბარი იმაზე 13 წელია მართლა რეჟიმი, ან მოყვებით ყველას მიუყვები, ვინც ამბობს, რომ რეჟიმი, იმიტომ რომ მართლა რეჟიმი არის და რეჟიმის პირობებში ბოლო არჩევნებზე მართლა გლდანში ვიყავით დამკვირვებლები და ისეთი ჩხუბი ნუ იმ არჩევნებზე, ამ ბოლო არჩევნებზე განსაკუთრებით რამდენიმე ჩხუბი იყო სულ და გლდანში იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი. სადაც მე და ჩემი მეგობრებმა მართლა რაღაცა ჩვენი ხელები დავიცავით ის უბანი იმათი შემოსევისგან, ტიტუშკების და ოცნების აქტივის შემოსევისგან. რაღაცა მე შავებსაც ვერ უწოდებ, მას არ არის. და მაგას გადის თითოეული ამომრჩეველი. რა თქმა უნდა, მესმის ეგ აბსოლუტურად. მაგრამ დღის ეს რიგი შექმნა, სადაც თუ ეძახით წინა საარჩევნო, პოსტსაარჩევნო უნდა იყოს ასეთი, რომ ერთი ოპოზიციამ უნდა დაანახოს და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ანუ მე არ ვლაპარაკობ აქ კომენტატორის როლიდან და ზოგადი შემფასებლის როლიდან. ჩვენ ვაპირებთ ამას, იმიტომაც დავიწყეთ ახალი თაობის ძალის ჩამოყალიბება და ნელ-ნელა აგურ-აგურ ამაზე კიდევ ვისაუბრებ, ვაშენებთ ამ ყველაფერს. გვინდა რომ შეიქმნას სისტემა და მექანიზმი, რომელიც იქნება მიბმული და ბევრ პრობლემას ზოგადად ხა შეჩეხები მაგ დროს, მაგრამ იქნება მიბმული ერთის მხრივ შინაარსის შექმნაზე, რომელიც შეთავაზებს საზოგადოებას კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორ გააუმჯობესებს ცხოვრებას, იმიტომ რომ ამაზე საუბრის გარეშე მესმის ყველაფერი, რომ პოლიტიკური ლიდერის დაპატიმრება, მესმის პოლიტიკური დევნა, მაგრამ შინაარსზე ლაპარაკი თუ გააჩერე, შენ გადადიხარ უკვე მოპასუხის, არა მესმის, მაგრამ მოპასუხის რეჟიმში გადადიხარ. უკვე გადადიხარ, აი რეჟიმი რაღაცას გიკეთებს და შენ პასუხობ ამით, ანუ შენ დღის წესრიგს არ ატარებ. ერთის მხრივ ეს და მეორეს მხრივ ის, რომ ოპოზიციაში უნდა დაინახოს ადამიანმა სტაბილურობას და ძალაც. ანუ შეუძლებელი არის ის მდგომარეობა, რომ ქართული მესმის, მაგრამ როგორ უნდა შექმნას თაი ეს არის კი ვერასო რამდენადაც რეჟიმი გაძლიერდება, ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა. ნახეთ ბოდიში რა, ამაც თქვა, ნახე, ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა. რო ნახოთ რუსეთში ეგ ყველაფერი და ბელორუსში როგორ ვითარდებოდა აი ამ არგუმენტებით, ხო? რაც უფრო რეჟიმი იქნება ძლიერია. მაგისთვის ეხლა 13 წლის განმავლობაში, რატო? აი ნახე 13 წლის განმავლობაში, მაგას ვიღაცები ეხლა მიხდნენ 2 წლის წინ ეს რუსია, რა ვიცი, საზოგადოების დიდ ნაწილს კი საზოგადოების დიდ ნაწილს ჩვევეგონეთ გიჟები რომ ამბობდით რომ რუსია ეს ადამიანი და არ მოდის ესე და არ წავა თავისით ამ ხელისუფლებას. ბევრი რაღაცა ერთად არის, ხო? გიჟები ეგონეთ კი არა, უბრალოდ საზოგადოების დიდი ნაწილი უბრალოდ აფსაიდში იყო ამ ყველაფრიდან და ისმენდა რომ ეს ის არის აგენტი არის, ეს რუსი არის, ერთმანეთს ბრალდებებს ისმენდა და ვერაფერს მე პირველი ნაწილი მაგით ვახსენე. შინაარს ვერ ისმენდა, თავისი ცხოვრება როგორ ვითარდება ვერ ისმენდა, თან იმას ვერ ისმენდა, აი თქვენ ვინც ახსენეთ ის ადამიანები. აი პირადობებს არჩევდნენ არჩევნების წინ. ბევრი დამკვირვებელი ვიყავი ხმის გუშაგის კოალიციიდან. ამ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ანუ кейსებად ვიცი როგორ წაართვეს ხალხს პირადობები და როგორ მათ ჰქონდათ პრეტენზია იმაზე რომ ოპოზიციონერ პარტიებმა ისინი ვერ დაიცვეს და აი ეს რაღაცა ამაზე ვიტყვი ნახე ბატონო ერთადერთი ადამიანი ვიყავი ხო ამაზე უნდა ეს არა და მე დავამატებ 5 წუთს ამ დისკუსიას ოღონდ მინდა რომ ძალიან კონკრეტულ რაღაცებზე გთხოვოთ საუბარი აი როდესაც საუბრობთ დღის წესრიგის ფორმირებაზე მე მაინტერესებს ზოგიერთი რაღაცის დაზუსტება რამდენად ერთი მხრივ დამოუკიდებელ
დამოუკიდებლები ხართ აი ამ დღის წესრიგის ფორმირებაში. Რამდენად თანმიმდევრულები ხართ, ეს უფრო მეტად შეიძლება გეხებოდეთ თქვა ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას, რამდენად ტრადიციული პარტია არის და თქვენ ეხლა იწყებთ ამის შენებას, მაგრამ ან რას გულისხმობ? აი თქვენ გისაუბრეთ იმაზე, რომ იგივე არჩევნების წინ ისეთ ასე თქვა ქართული ოცნების დიდ გზავნილებზე როგორც იყო ეს რაღაცა ომისა და მშვიდობის პოლიტიკა არ მოგეცათ საშუალება რომ ამაზე გესაუბროთ, იმიტომ რომ ამას აფერხებდა რაღაცა დათქმა, რომ მოდი ყველამ შევაჯეროთ რაღაცა ერთი პოზიცია, რომ თითქოს ამ საკითხზე საუბარი ამ აზრის პოპულარიზებას უფრო შეუწყებს ხელს, ვიდრე მითების დამსხვრევას. აი ესეთ ფაქტორებს მაინტერესებს, ვინ არის, სად იქნება რეალურად ეს თქვა პოლიტიკური ტონი, რაზე უნდა ისაუბროს ოპოზიციამ, ასევე მაინტერესებს როგორი არის ამ პროცესში იგივე სალომე ზურაბიშვილის როლი და ზოგადად რა ფაქტორები განსაზღვრავს, როგორ ჩამოაყალიბოთ პარტიული მიზნები და თანმიმდევრულები იყოთ გამოწვევების მიუხედავად ამ მიზნებისკენ სვლაში. მე ამისთვის 5 წუთს გამოვყოფ და მინდა რომ ამოწუროთ 5 წუთში ამასაუბროთ. კი, ეხლა დღის წესრიგი ეხლა გადავიდნენ პოლიტიკური პარტიები რაღაც იმაზე შედარებით. 2020 წლამდე ნაციონალურ მოძრაობას თავისი დღის წესრიგი ჰქონდა და თქვენ აღნიშნეთ, რომ ყველაზე ძლიერი წინააღმდეგობა მაშინ ნამდვილად იყო, ხო? მე ბევრი ბიზნესი იყო, რატომაც გაძლიერდა. ეხლა ამ ოპოზიციური პარტიების ერთობის პროექტში ოპოზიციას აქვს უამრავი პრობლემა აქვს. ოპოზიციის პირ მათ შორის ყველაზე მთავარი არის ეგოების პრობლემა. ჩემი ღმერთწმენით. ხედ მე ბევრჯერ მისაუბრია რამდენიმე საკითხზე. აი რაც თქვა, რომ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე დღის წესრიგზე რო იყო საუბარი. არც ოპოზიცია დაждდა ეს 4 პარტია, მათ შორის პლუს NGO-ები, მათ შორის კიდევ ვიღაცა ადამიანები, რომლებმაც თქვეს, რომ არანაირ მათ ცუდზე არ უნდა ვისაუბროთ, უნდა ვისაუბროთ მარტო პოლიტიკურ. რაც იყო აბსოლუტური სისულელი. აი ეხა გეტყვით, რაც იყო, რაზეც მე მქონდა ძალიან დიდი ომი პირდაპირ გეტყვით. აი მქონდა რა ვიცი, უბედურება მაგაზე, იმიტომ რომ მე საარჩევნო კამპანიას ვატარებდი, ველზე ვიყავი და ხვდებოდი, რომ ველზე უბედურება ხდებოდა, რომ პირადობის მოწმობების ჩამორთმევით საშინელება ხდებოდა. NGO-ებზე საუბარი. მოდი ვიყოთ მაქსიმალურად კურსფელები. მე არ ვამბობ ამას უარყოფით კონტექსტში, პირველ რიგში ამას ვიტყვი, იმიტომ რომ აი ვიღაცას მე არ ვიცი რა კლევს. სექტორი როგორ კარნახობდათ პოლიტიკურ ასე ვთქვათ. არა, კარნახობდაზე არ იყო, ნახეთ, არა, ამას არ ვიძახი, რომ ვინმეს კარნახობდა და ხო და აი манипуляციო გამორიცხოთ რა კონტექსტში იყო NGO-ები. არა, სხვა რაღაცას ვიძახი, კოორდინაცია არსებობს და ყველას შორის, პოლიტიკურ პარტიებსა და NGO-ებს შორის დღესაც არის კოორდინაცია და სამოქალაქო სექტორს შორის ეს ახალი ამბავი არ არის. და ამ კოორდინაციის ფარგლებში ყველას პოზიცია გარდა ნაციონალური მოძრაობისა იყო ის, რომ უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ თქვენ არ გულისხმობთ ცხადია, რომ ვილაპარაკოთ მხოლოდ პოზიტივზე, არ უნდა ვილაპარაკოთ ნეგატივზე. ხო, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას რახან ერთი ამ ქვაბის ნაწილია მოუყვები ჩემს პრობლემებს, მათ შორის და მიხვდებით. ნახეთ, ჩემი პარტია რადგან არ გამოჩენილიყო ამ ყველაფერში რაღაც ამრევი, ამ ყველაფერში, თქვა რომ კარგი იყოს, მაგრამ ეხლა მე გეტყვით რა პრობლემები მქონდა და მიხვდებით. მე ყოველ დილით ვატარებდი ბრიფინგს და თუ ნახავთ არჩევნების დღეს ყოველ დილად ვდგებოდი კამერებთან და ვიძახდი რომ ხალხო დღეს ზუგდიდში წაიღეს 100 პირადობა, წაიღეს 200 პირადობა. ვაქვეყნებდი სახელს და გვარებს 40 აუდიო ვიდეო ჩანაწერი მივეცია უთო-ოდირს. მხოლოდ ზუგდიდიდან, სადაც ადამიანები ყვებიან. და რა ხდებოდა? მე ვითხოვდი რომ მე რო ზუგდიდში ამას ვაკეთებ, ხალხო თბილისიდან მჭირდება ვიღაცის ხარდაჭერა, მორჩნენ აქ არჩევნებს საერთოდ. და თბილისში ამბავი იყო რომ ჩემი პოლიტიკური პარტია აკეთებდა განცხადებას, მაგრამ ცდილობდა რომ ისე გაეკეთებია ეს განცხადებაც, რომ თან აქეთ ეს რაღაც სტრატეგია არ ჩაიშალა და საბოლოოდ მე ნანახი მაქვს მოსმენილი მაქვს ვოისები უბრალოდ ვიღაცაები როგორ უგზავნიდნენ ჩემებს, რომ წითლიძე ჩახსენით ეკრანებიდან ჩვენ მაინც ვიგებთ არჩევნებს და აშინებს ხალხს. ეგეც პრობლემაა, საუბარი ეგეც მაინტერესებს. ბოდი ამას მეც ვიგებ. არავის არ ჩავხსნივან ეკრანებიდან, ხო, იცით რა არის? ეგეც პრობლემა არის და რისი დამნაშავეც ჩემი აზრით არის ნაციონალურ მოძრაობაც და ზოგადად ეს მთელი შლეიფი რაც რაღაცა ნაციონალურ მოძრაობაზე არა მარტო პირიქით უნდა იყო გაიზარდე ნაციონალური მოძრაობის პირობებში. მე საერთოდ 2012 წლის მერე მოვედი, არც არ გიცნობდი, არც მამაშენს ვიცნობდი და არც იმიტომაც ვიცი რაც იყო და როგორც არა, ანუ მამაშენი ხამ არ არის სწორი, ანუ შენ ხა ამბობ რომ მამაშენი იყო ცუდი და მამაშენი არ იყო ცუდი. არ იყო, ბევრი კარგი საქმე უკეთებია ნაციონალურ მოძრაობას მაქვს. მასო უარყოფა გავაკეთე მამაშენის შანსი არ არის. პირიქით ბევრი კარგი საქმე ეს მე მაქვს ჩემი აზრის ქონა, მე ვარ ცალკე ადამიანი. თუმცა ნახე როგორ რაღაცა 4 ნომერზე ვსაუბრობ, 9 ნომერზე 25 ნომერზე ყველაზე ვსაუბრობ, ვინც იყო ამ ყველაფრის მომაწილე, ვინც იყო ეს მეინსტრიმული ნაწილი, რომ აი ამ თემებზე არ საუბარმა საბოლოო ჯამში და პროპაგანდისტულ თემებში არ შესვლება, ომის თემაში არ შესვლამ, თუნდაც ტრადიციების თემაზე არ საუბარმა საერთოდ, რომ ეროვნულობას დაიცავს
თუნდაც ქართული ოპოზიცია და რაღაცნაირად ქართული ოცნება არ არის ამის გარანტორი, რომ მშვიდობა შეინარჩუნებს ამისკენ ნაბიჯები და თან იმის სახელი არჩევნების წინ მუდმივად, რომ რაღაცა ვერ გაგვიყალბებენ და მე ნახევარსაათი გლოვა. და კატასტროფა იყო კიდე, ცალკე კატასტროფა კიდე როცა მაგაში მე მგონი თავხდეთ. მე ერთ-ერთ უბანში, რა ვიცი, ცემდნენ ისეთ ამბავში ვიყავი და ხო. იცი რა გეტყვით. მე რატომ ეს ერთობლიობაში რატომ მომყავს და არ არის საუბარი მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიაზე მე ამას ერთიანად აღვიქვამ ყველაფერს და იმიტომ მგონია რომ სიახლე არის საჭირო და ნუ ხო მეტად ზოგი ნაკლებად მაგრამ ერთიანობაში ამ არჩევნების წინ რაც ვნახეთ იყო ის რომ ანუ ვერ შექმნეს დღის წესრიგი ზუსტად იმიტომ რომ ზოგი აი ვიღაცამ რაღაცაზე ხელი შეუწყო ვიღაცა რაღაც დათმობაზე წავიდა და საბოლოო ჯამში გამოვიდა ის რომ კამპანია არ გავდა კამპანიას იყო ზოგად თემზე საუბარი იყო მარტო ევროპის ძახილი და მოვალულად ნატოს და ევროკავშირის ძახილი გასაგებია ეს ძალიან საჭიროა ეს ორი რაღაც ერთმანეთს მაგრამ იცით საქართველოს რა თქმა უნდა მაგრამ ის არის მარტო ამაზე არ უნდა ყოფილიყო დაფუძნებული ეს ყველაფერი და მარტო ის არ უნდა ყოფილიყო ანუ რეალურად ადამიანებს რომ ქონდა პრობლემები პირადობებს რომ ართმევდნენ და სხვა ზეწოლის მსხვერპლი რომ ხდებოდნენ და ხალხი რომ გახდა მართლა მოწვლადი ოცნების ან მე არ ვამტყუნებ იმ ადამიანებს ქართული ოცნების სამომრჩეველს დეუშ მე ვერ ვამტყუნებ ვინც მოწვლადი იყო პროპაგანდის სამომრჩეველს საუბარი ოპოზიციის სამომრჩეველს ვერ ვამტყუნებ ვინც ეს მოწვლადი იყო თუნდაც მოსყიდვის მიმართ თუნდაც რაღაცა პროპაგანდის მიმართ მადლობა ეს თამედენ ვერ დაიწყო დიდი მადლობა ჩვენ ისე წავიდე საუბარი რომ თავისუფლად შეგვიძლია რომ აი ეს შინაარსი სადაც ახლა აი ამ ბლოგში ვფიქრობ რომ კიდევ უფრო კაფეოდ გამოჩნდა აი ეს რაღაც პრინციპული განსხვავებები ზუსტად რაც გვაინტერესებს რომ თქვა რაღაც ტრადიციული პოლიტიკა და ახალი პოლიტიკური ხედვები რაში ხედავს ერთმანეთში განსხვავებას ხო ასე რომ გადავიდეთ მოდი არ შეუშლის ხელს რომ გადავიდეთ ჩვენს მეორე სადებატო საკითხზე სადაც ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ ძველი ოპოზიცია ახალი წინააღმდეგობრივი მოძრაობები მათ შორის არსებული განსხვავებები აქაც მოდი გადავალ დებულებაზე, ჯერ მოვისმენთ თქვენ მოსაზრებას ამაზე და შემდეგ გავაგრძელოთ დისკუსია და იქ შეგიძლიათ დანარჩენი საკითხებიც ისაუბროთ. ამის ნაწილი შეიძლება იყოს, აი ეს რაზეც გინდათ საუბარი სალომე ზურაბიშვილის როლი და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩვენი დებულება მეორე ბლოკში არის ასეთი, რომ ძველი პოლიტიკური ოპოზიცია რეპუტაციულად აფერხებს სამთავრობო ცვლილებებს ქვეყანაში. გთხოვთ შესაბამისი ბარათით გითხრათ ეთანხმებით ამას თუ არა. არა, მე ამას არ ვეთანხმები ნამდვილად. კეთილი, დიდი მადლობა. მოდი ამჯერად კი, ამჯერად მოდით ანა წითლიძეს დაუთმობთ პირველ 3 წუთს და ანა გთხოვთ გითხრათ რატომ გონიათ რომ თქვათ ერთი მხრივ რეპუტაციულად დაზიანებული არ არიან ეს ტრადიციული პოლიტიკური ოპოზიცია და რატო არ შეიძლება ეს იყოს შემაფერხებელი ცვლილებებში ეს ძალიან პირობითი ამბავი არის პირველ რიგში როცა ამას ვიზახით რომ ვიღაცა რაღაცას აზიანებს რაღაც კონკრეტული უნდა ითქვას ხო მე ესე ვერ ვიტყვი ნამდვილად მე ბევრ ღირსეულ ადამიანს ვიცნობ რომლებიც ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ძოლები არიან მაგრამ რომლის გამო ძალიან ბევრი მისწავლია ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ამიტომ მე არ ვიტყოდი ესე ცალსახად და რა თქმა უნდა ვიცნობ ადამიანებსაც რომელსაც ვთქვით რომ რომლის პასუხისგებლობას ბევრი რაღაცა შეიძლება ცუდი ხო იყო ანუ ვის თვლით ძველ სალომე ზურაბიშვილი ძველია უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს ამ პროცესში მაშინ ესე უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს ხო ხო ეგრე სალომე ზურაბიშვილის ძველია ბევრი თავისი შეცდომებით რომელიც შეიძლება რეპუტაციულად აზიანებდეს ხო რაღაცას ჩვენ თუ მე არ ვეთანხმები ამას რატო ჩვენ თუ ესე დავიწყეთ რომ ვინ ძველია და ვინ ახალია ეს რეალურად არის ის რაც ქართულ ოცნებას აწყობს ნახე ვინ ძველია და ვინ ახალია და ვის მისცემენ საქართველოს მოქალაქეები მანდატს იმისი რომ ეს ქვეყანა მართოს ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მაგრამ იმ რეალობაში რა რეალობაშიც ახლა ჩვენ ვართ ამ რეალობაში ჩვენ დაყოფა კი არა ერთიანობა გვჭირდება იმიტომ რომ თუ ქართული ოცნება დარჩა და ქართულმა ოცნებამ თავისი გაიმყარა შენც მოგადგება მეც მომადგება ყველას მოგვადგება და აღარ გაარჩევს არ ძველ და არც ახალს აქ სივრცე არ იქნება ცხოვრების შესაბამისად წინააღმდეგობრივ მოძრაობას არ შეიძლება ვინმე ხელი შეუშალოს ან ძველობით ან ახლით და ნახე ახლებსაც რა მე რო პოლიტიკაში მოვედი ჩემთვის სამზარეული არაფერი არ ყოფილა არ ჩემს პოლიტიკურ პარტიაში საერთოდ არაფერი კონკურენციის პირობები გავიარეთ ეხლა მაგაზე საუბარიც კი არ შეიძლება იმიტომ რომ ისე წინააღმდეგობრივ მოძრაობაში ვართ რუსულ რეჟიმს ვებწვით ძალიან ხშირად ანუ რაში შეიძლება შეუშალოს წინააღმდეგობრივ მოძრაობას რაღაცის გაკეთება უნდა და ვიღაცამ ხელი ანუ ეს მე არ მისმის თუ რაღაცა უფრო კონკრეტული ამაში არ იქნება ჩემი ხედვა ამაში არის ის რომ ამ ბრძოლაში როდესაც რეჟიმს ვებრძვით ყველა ვინც არ უნდა იყოს ეხლა მე ისეთ ადამიანებთან მდგავარ ჩემი პატივისცემა მაგალითად ეკა ბესელიას მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი რომ ეკა ბესელიასთან ერთად დავდგებოდი ვერ წარმოვიდგენდი რომ სალომე ზურაბიშვილთან ერთად დავდგებოდი გახარიასთან თუ დავდგებოდი ვერ წარმოვიდგენდი ხო
ხო ბევრი ისეთი ადამიანი შემოვიდა ამ ბრძოლაში, რომელიც მე მგონია რომ რეპუტაციულად მეჩევს ამ მრჩეველთან მაზიანებს, მაგრამ ამ ბრძოლაში ეს რეჟიმი რო გადავაგდოთ, ჩვენ გვჭირდება რომ ყველა ერთად ვიყოთ და მე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში საქართველოს მოქალაქეობა უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის მათთვის მისაღები და თავისუფალი კონკურენციის პირობებში, მაგრამ ჩვენ თუ ეხლა დავიწყეთ ეს ხო მე არ მგონია რომ ეს არის ის რაც რეალურ შედეგამდე და რეჟიმის ცვლებამდე ჩვენ მიგვიღოს. ეს კიდევ უფრო მეტად დაყობს და კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის ყველა ფლანგზე. კიდევ გავთ 30 წამი თუ და ამას დავამატებ ასევე რომ თუ მართ შემდეგ ბლოკში თუ შემიძლია ეგ რომ ერთ-ერთი კი მთავარი პრობლემა იყო ასევე ოპოზიციისთვის ის რომ რეაგირება ვერ მოახდინა იმაზე რასაც არჩევნოთ აკეთებდა და მეორე ვერ გავაგებინეთ და არ და შეცდომა იყო რომ არ საუბრობდით იმაზე რომ მთავარი ევროპის და ნატოსი არის ის რომ შვიდობა იყოს ამ ქვეყანაში და არა პირიქით რასაც აქეთ გვეუბნებოდა ჩვენ ქართული ოცნება და აქაც არასდროის სტრატეგია იყო ოპოზიციის რაც საბოლოოდ ოპოზიციას დაიწყო, თუმცა ოპოზიციამ ეს არჩევნები მოიგო. ამაში მე ვარ ღრმად დარწმუნებული. დიდი მადლობა. ვადო, გისმენთ. ეს რა არის, ხო, ძველი პოლიტიკური კლასი, რომ აფერხებს ამ თვალსაჩინოს ამას იმიტომ ვეთანხმები, რომ აი ბევრ რაღაცაში ეს ჩანს. აი თქვენი საუბრეთ, მაგალითად, აქედანვე დავიწყებ რა, რომ აი ეხლა ერთიანად უნდა დავდგეთ, მაგრამ პირველივე როდესაც რაღაც გამოიკვეთება ხოლმე, იმიტომ რომ ძველ პოლიტიკურ კლასს ერთმანეთში აქვს პირადი შუღლი, აქვს უკვე იმიტომ რომ ახლა ეს ერთი ძველი დიდი თაობა არის. თუნდაც ქართულ ოცნებასთან ერთად ერთი თაობის წარმომადგენლები არიან, ერთად გაიარეს სამხალხო პოლიტიკაში, ერთად რაღაც თავის პირადი დაპირისპირების შუღლი აქვს, ეს არ არის საინტერესო ჩემი საზოგადოებისთვის, ამიტომაც სიგნალის ჩაცած ვერ აკეთებენ საბოლოო ჯამში ერთად და ვერ ქმნიან. და საბოლოო ჯამში ზოგადად რატომაც აფერხებს ძველი ცვლილებას და რატომაც ჭირდება ამ ყველაფერს ახალი არის ის რომ რა ვიცი ერთ და იგივე სახეების ტრიალი არის ზოგადად. თუნდაც დღეს ქართულ ოცნებაში რა იმაზე ვკამათობთ რომ ხარება ცუდია და ხარება რომ ნაციონალურ მოძრაობის რაღაცა გამოზრდილი არის იმ სისტემის. მამაშენი იყო მაშინ 5 მოძრაობის ხარებაში ნაგასაკუთრებაში მუშაობა საშინელების საკეთება სიხეში საშინელებებს და მამაჩემი დაშუაში არის. ხო, კაი, მოდი დავამთავრებ ახლა ჩემი დრო არის ეს რა და მე ცალკე ადამიანი ვარ კიდევ ერთხელ ვამბობ ამას. ამისთვის გიმატებ 15 წელს მაპატეთ მე გავაჩერებ ცოტა ხანი დროს ერთ წამი დატო გთხოვთ რომ მოწინააღმდეგე ის მიკროფონი დროებით გავთიშოთ ანა როცა ვიქნებით 3 წუთიან და 2 წუთიან დათქმებში გთხოვთ არ ჩავერიოთ საუბარში. კეთილი განაგზეთ გიმატებ 15 წელს. იცით ხო, გავაგზელებ ამას რომ ამაზე ხომ თავხდებით რომ ხარება ცუდია. ხარება არის ძველი ხელისუფლებიდან ახალ ხელისუფლებაში გადასული. იგივე შინაგან საქმეთა მინისტრი, ყოფილი ნაციონალურ მოძრაობა, დღეს ქართული ოცნება. ამას ვეძახით ხოლმე, ხშირად ვახსენებ ხოლმე ნაცკოცობას. თუნდაც ყოფილი ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, ვინც რაღაც წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ ცუდი ყოფა გვაქვს დღეს და რუსეთისკენ მივდივართ, გამოდიან და ოპოზიციიდან გვასწავლიან ჭკუას. ეს არის ზოგადად მე ვფიქრობ, რასაც ვეძახით ამ ძველ პოლიტიკურ სიბინძურეს და რაც უნდა ჩანაცვლდეს. ასევე ძველი პოლიტიკური კლასი რატომაც აფერხებს ამ ყველაფერს, გარდა ამ წარსულისა, წარსულს დავანებოთ საუბარს თავი, ასევე არის ის, რომ არის ერთი და იგივე სახეების ტრიალი. ხდება სიებში ადგილების გაყიდვა. ან პარტიებში ადამიანები შეირჩევიან იმით, პოლიტიკაში მოდიან ადამიანები იმისთვის პირველ რიგში, რომ ფული აკეთონ და ფულის კეთება არ არის პოლიტიკა, პოლიტიკა არის სინამდვილეში კეთილშობილი საქმე უნდა იყოს წესი და სუფთა საქმე უნდა იყოს და ბინძური საქმე არ უნდა იყოს და რაღაცა პარტიებში ადამიანებს არჩევენ არა რაღაცა კომპეტენციით, არამედ რაღაცა კლანური მეთოდებით, ფინანსური ინტერესით სიებში ადგილების გაყიდვაც, ამიტომ ახსენე ზუსტად როდესაც რაღაცა ვიღაცების წინ წამოწევა ხდება ფინანსური ინტერესის გამო, ჩვენ ამის საპირისპირო მიდგომას ვდებთ. მე ასე ვფიქრობ, ასე მგონია და ჩვენი ძირითადი მესიჯი არის ის, რომ პარტია ზოგადად პოლიტიკური მოძრაობა არ უნდა არსებობს არჩევნებიდან არჩევნებამდე. ბევრად უფრო დიდი ან ამომრჩეველს ჩვენ უნდა ვცეთ პატივი რეალურად რა. არჩევნების წინ 3-4 თვით ადრე მე გამახსენდა რაღაც ახალი სახე და რაღაც დაპირება, ესე არ უნდა იყოს. ჩვენ ყოველდღიური შინაარსობრივი მუშაობა გვაქვს, დიდი მუშაობა გვაქვს დიდ შინაარსზე, ასევე აქტივობები გვაქვს წამოწყებული, მაგალითად პრობლემას, ანუ აი ყველაზე დიდიდან მივდივართ ყველას პატარამდე. პრობლემას საგვარებელია, დავდივართ თბილისის უბნებში და ვცდილობთ რომ იმ უბნის მაცხოვრებლების ჩართულობით რეგიონებში წავიტანთ ამ კამპანიას, ამოვავსებინოთ ორმოები მერიას და რაღაცა წნეხი გავზარდოთ ამ ხრივაც. ანუ ბევრ რაღაცაზე ვცდილობთ საუბარს. ასევე ძალიან ბევრი ერთხელ დავდეთ ფორმა და 200-მდე ძალიან მაგარი ადამიანის განცხადება შემოვიდა, ყველა ერთმანეთზე უკეთესად არ უნდა ამ პოლიტიკურ კლასთან ასოცირება და უნდა რაღაც სიახლეში, ახლის შენებაში მონაწილეობა და აგურ-აგურ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ ყველაფრის განვითარებაში მონაწილეობა. ასე ვქნით იმის პრეცედენტს, რომ ღია ფანდრეიზინგით, ანუ არა
ბინძური შავი ფულით, ღია ფანდრეიზინგით ვაკეთებ და ადამიანებისგან უნდა ვიყო თაგალიშვალდებულები. ესეთი პოლიტიკა. დიდი მადლობა. ჩვენ ახლა გავაგზავნებთ ამაზე საუბარს და გაძლევთ 2 წუთს იმისთვის, რომ რეპლიკები გააკეთოთ, მაგრამ მანამდე მე გთავაზობთ, რომ რაკიღა ჩვენ დებულების ერთ-ერთი საკვანძო სიტყვა არის ეს რეპუტაციული ფორმა, ხო? მოდით მე მოგცემთ 30 წამებს, უბრალოდ ვიდრე გადავალთ რეპლიკებზე, რომ ძალიან ცხადად გავიგოთ თქვენთვის, ორივესთვის, რა ქმნის პოლიტიკურ რეპუტაციას. აი 30 წამში რო გვითხრათ, დავიწყოთ ანა თქვენგან, როგორი არის თქვენთვის რეპუტაციულად გამართული სანდო პოლიტიკოსი? რომელიც არ გაყიდულა, რომელიც თავისი სიტყვის ერთგულია და რომელსაც არ უღალატია ამ ქვეყნისთვის. და აი ეს 13 წლის განმავლობაში, ამიტომაც ვამბობ, მე ძალიან მძიმეა და ახალგაზრდობას დავაბრალებ ახლა მხოლოდ მაგას, რომ რაღაც ერთიანად მოხარშვა ყველა იმ ადამიანის, ვინც 13 წლის განმავლობაში პოლიტიკურ ველზე ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ეს არ არის სწორი. ამიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მათ შორის არის ამ პოლიტიკურ ველზე, რომელსაც ძალიან ასე ვთქვათ, თავისი მნიშვნელოვანი რეპუტაცია აქვს ჩემი ხმარწმენით. მადლობა, ვადო გისმენთ. კონკრეტულად გითხარით, რა ქმნის რეპუტაციას? პიროვნული პატივისცემა ყველა ადამიანს, მაგრამ ჩემი აზრით პოლიტიკოსის რეპუტაციას ქმნის რამდენიმე რაღაც, ეს არ არის რაღაცა 3 და 5 რაღაცა შემოსაზღვრული რაღაც. პოლიტიკოსი რომ იყო და ეფექტური პოლიტიკოსი რომ იყო, უნდა იყოს შენი სიტყვის ფასის მცოდნე, უნდა იყოს თანმიმდევრული, უნდა გქონდეს შესაბამისი კომპეტენცია რომ რაღაცებზე ისაუბრო. უნდა იყოს უბრალოდ გულწრფელი და შენი პოლიტიკური რაღაცა საქმიანობა არ უნდა გაზრდევდეს ჭრდილად, რაღაცა შენი წარსული ცოდვები და შენი რაღაცა არაგულწრფელი ზრახვები. გულწრფელობა, ჩემი აზრით, თანმიმდევრულობა, სისუფთავე და მგონია რომ ახალი თავის პოლიტიკა ამ სისუფთავით უნდა გაკეთდეს. კეთილი, ვუბრუნდებით ისე, ასე ვთქვათ, ძირითად საკითხს და ანა წითლიძეს ვაძლევ 2 წუთს იმისთვის, რომ ჩვენი დებულების, ასე ვთქვათ, ფორმა იყო ეს, რომ განვიხილავთ უქმნის თუ არა რეპუტაცია, ძველ პოლიტიკურ კლასს, ასე ვთქვათ, არის თუ არა ეს ბარიერი იმისთვის, რომ მოხდეს სამთავრობო ცვლილებები. და თუ გნებავთ, შეგახსენებთ ვადოს არგუმენტებს, მათ შორის მან მოიყვანა თქვათ რაღაც პოლიტიკური კორუფცია, რაზეც ისაუბრა, მათ შორის საარჩევნო სიებში, ადგილის ყიდვა, თქვენ თავად ახსენეთ ეგოების თამაში და ეს ხელი შამშლილი, ასე ვთქვათ, ფაქტორები გამოიკვეთა სხვა დანარჩენზე 2 წუთში გისმენთ. პირველ რიგში კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ზოგადად საუბარი არ ვთვლი, რომ სწორია, ხო? მაშინ კონკრეტულად უნდა ისაუბრონ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი არის, კონკრეტულად უნდა ისაუბროს, ვის გულისხმობს სიების გაყიდვაში, თუ ასე შემდეგ, ან ვინ გონია რეპუტაციულად დაზიანებული და ვინ არ გონია. ამაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ბევრ პოლიტიკოსზე ამ ქვეყანაში მზედმთარე არ ამომდის ნამდვილად, მაგრამ ბევრ პოლიტიკოსთან ერთად ეხლა გავარდა ვიბრძვი იმისთვის, რომ ეს რეჟიმი შეიცვალოს. მე არ მგონია, რომ ხელოვნურად მე ბევრი ახალი კადრი მინახავს, ხელოვნურად ესე შემოსული და შემდეგ უკვე თვითონ ვიაყირავებული ამ პოლიტიკურ პროცესებში, ისე რომ ვერ გაუძლია ამ ყველაფრისთვის. ნახეთ, ვინ არის არ ვიზიარებ იმას, რომ ვიღაცას ხელს უშლის. იმიტომ რომ ჯერთი რეჟიმი, ვისაც მოუნდება გააშავებს ყველას და თუ ცოტა ხანი დარჩა 5 წელიწადში აგერვატოს ისე გააშავებს, როგორც დაგიბარებია, იმიტომ რომ ეს არის რეჟიმის თავი საქმე. მაგრამ ის ადამიანებიც კი, ვინც რეპუტაციულად დაზიანებული არიან და მეც მგონია, რომ ბევრი მათგანი დაზიანებულია და სალომე ვახსენე ხა და ბევრი ვიღაც ვახსენე, ხო? კიდევ ისთანაც მაქვს ეს ყველაფერი საკუთარ ქვეყანას აბრალებდნენ ომის დაწყებას, ხო? ამ ადამიანებზე გადაწყვეტილება მე კი არ უნდა მივიღო და ვატომ კი არ უნდა მიიღო და თქვენ კი არ უნდა მიიღოთ. ამ ადამიანებზე უნდა მიიღოს საქართველოს მოქალაქეებმა საარჩევნო ურნასთან რომ მიდიან თავისუფალ არჩევნებში და უნდა თქვან აძლევენ თუ არა ისინი ამ ადამიანებს ლეგიტიმაციას, მაგრამ რეჟიმთან ბრძოლის პირობებში, რეჟიმით როცა ვებრძვით მაშინ ამ ადამიანებს არ ვიცი ხა იმის დაწყება რომ რეპუტაციულად ვიღაცა რაღაცას უშლის და ამ ყველაფერში ვიღაცას ადგომა არ შეიძლება, უბრალოდ არ ვთვლი რომ ამ ყველაფერში არის სწორი და ეს ყველაფერიც კიდევ ვიმეორებ რომ ბევრი მინახავს ძალიან დიდი ამბიციებით მოსული პოლიტიკაში და 1 წლის და 2 წლის მერე ცოტა სხვანაირად შეცვლილი, იმიტომ რომ არ არის ეს მარტივი ამბავი. მარტივი არ არის, როდესაც ერთ მხარეს არის რეჟიმი, რომელიც გუდავს და არაფერს არ გიტოვებს და მეორე მხარეს არის ოპოზიცია. კიდევ ერთ ვიტყვი რომ ქართულ პოლიტიკურ კლასს არაკლიან ნამდვილად რეპუტაციულად დაზიანებული პოლიტიკოსები, პირიქით გულწრფელი პოლიტიკოსები და რეპუტაციულად პოლიტიკოსები ცოტანი არიან, მაგრამ რეჟიმი, ასევე იმიტომ არის რეჟიმი, რომ ნებისმიერი პროცესის დაზიანება შეუძლია და ნებისმიერი პოლიტიკოსის დაზიანება შეუძლია, თუ ამას მოინდომებს. მადლობა, ვადო, 2 წუთი. მიცით რა არის? მე მგონია ის რიტორიკა, რომ მაინც ყველას გააშავებენ და მაინც ყველას დააზიანებენ, თვისობრივად არის არასწორი და მე ხელოვნურ გამოწვევაზე ნებებს არ მისაუბრებ. არა, ისევ და ისევ ვამბობ, რომ
ბევრ ადამიანს, ერთხელ დავდეთ გაწევრიანების ფორმა ჩვენთან. არც ბუშტი გქონია არანაირი, მთლიანად ვართ რაღაც ჩვენ რესურსებზე დამოკიდებულები. ბევრი ადამიანი თავის ნომრად რომ ბევრ ადამიანს უნდა საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობა, გულშფელად უნდა მონაწილეობა, მაგრამ ვერ ეძლევა გასაგებია და ვერ ხედავს თავს ამ ყველაფერში, იმიტომ რომ არის ეგ დამოკიდებულება, რომ რომ მოხვიდე პოლიტიკაში, მაინც გაგაშავებენ, მაინც არ მოგცემ საშუალებას და ვართ ამ წელზე. მე მგონი რომ ქართულ ოცნებას აწყობს ეგ, რომ შეიძლება ნაკლები ადამიანი შემოდის, შეიძლება ბევრი რეპუტაციულად დაზიანებული იყოს და ძალიან ბევრი სახელების და გვერდების ჩამოვა არც მე ყოფა უბრალოდ რომ რამდენი რეპუტაციულად დაზიანებული პოლიტიკოსი არის და მარტივად გასაშავებელი. თავარი ის რა არ არის ჩემი სტილი სახელების და გვერდების ჩამოთვლა, იმიტომ რომ პერსონალურად შეხება მე ზოგადად არ მიყვარს. არ არის კორექტული თამით მე დროც არის შეზღუდული ამ ფორმატში. საუბრობთ ხოლმე ჩვენ პლატფორმიდან ამას ხშირად. მე მგონი რომ ოცნების დაკვეთაც არის ეგ ერთ-ერთი მთავარი, რომ ნაკლები ადამიანი შემოდის, ნაკლები ადამიანს ქონდეს мотиваცია პოლიტიკაში შემოსვლის, მეტი ადამიანი გავიდეს ამ ქვეყნიდან. პოლიტიკაში დაშენ რეპუტაციულად დაზიანებულები და იმის გარდა რომ არჩევნებს აყალბებენ, ოპოზიცია ვერ ზრდიდეს თავის ელექტორატს. ეს ხო ხა დავინახეთ ამ არჩევნებს. ოპოზიციამ ვერ მოახერხა, მე ამის აბსოლუტურად ჯერად ამას ვხედავ, თავის ელექტორატის გაზრდა და იყო იმაზე დამოკიდებული ოცნებამ რამდენი შეცდომა დაუშვა. ოპოზიცია რო ყოფილიყო საკუთარ თავზე დამოკიდებული, საკუთარ თავზე რო ყოფილიყო რაღაც თავის პატრონი რომ ყოფილიყო, უნდა ეზრუნა თავის შექმნაზე, თავის გარშემო ახალი ხალხის შემოკრებას და გაჯანსაღებაზე. ამისთვის ოპოზიციას ჯამურად ჰქონდა 13 წელი, ზოგ პარტიას მეტი, ზოგ პარტიას ნაკლები. შესაბამისად, ხო, ეგ არის რა, რომ ყველას გააშავებენ და ვერავინ ვერ შემოვა, ჩემზეც კი დაწყებულია კაცო რამდენი გაშავების კამპანია, მაგრამ უნდა გქონდეთ საფუძველი. ჩემზე ერთ რაღაცას რომ მომენ, სხვაზე 10 რაღაცას ამობენ. მე არ ვამბობ რომ ვიღაცაზე რაღაც უკეთესი ვარ, უბრალოდ გონია რომ პოლიტიკა უნდა აკეთოს სუფთა ადამიანმა და მე ვეცადე და ვცდილობ ეხლაც რომ ჩემი ამ პოლიტიკაში შემოსვლით და ჩემი მეგობრების პოლიტიკაში შემოსვლით პრეცედენტი შექმნათ რომ შეგვიძლია ახალგაზრდა სუფთა ხალხს პოლიტიკის კეთება საქართველოში. დიდი მადლობა, ვაგრძელებთ ამ საკითხის განხილვას უკვე მომდევნო 8 წუთში. ჩვენ საკმარისად მოვისმინეთ, თქვათ, არგუმენტები თუ როგორ ხედავთ თქვენ, თქვათ, დაზიანებას, არ დაზიანებას, რეპუტაციასთან დაკავშირებულ რისკებს. ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში ეს საკმარისი იყო. მომდევნო 8 წუთში ჩვენ გვინდა რომ აი ამ მოცემულობის თვალისწინებით უკვე მოვისმინოთ გამოსავლის ხედვები, რამდენადაც მინიმუმ რაც გაერთიანებთ გაცხადებული პოლიტიკური პოზიციით, ეს არის მოქმედი ხელისუფლების შეცვლა და აი ამ სტატუს კვოში, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური აქტორები არიან და აქვე აღნიშნავ, რომ ჩვენი მიზანი არ არის, ასე ვთქვათ, უნდობლობის გაღრმავება, თუნდაც იმ ადამიანების მიმართ, ვინც დიდი ხანია პოლიტიკაში არიან, თუმცა ამავდროულად გვესმის, რომ არათანმიმდევრმა პოლიტიკურმა სულებმა, გადაწყვეტილებების ჩქარმა ცვლილებამ და სხვადასხვა ასე ვთქვათ მოვლენებმა შესაძლოა მათ რეპუტაციაზე ხო ანუ ასახვა პოვოს. მოკლედ გადავიდეთ 8 წუთში, ოღონდ აქ გთხოვთ რომ მიუბრუნდეთ გამოსავლის გზებს, როგორ ხედავთ აი ამ სტატუს კვოში ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური ძალები საერთო მიზნის ასე ვთქვათ კენსლას. კი, იცით, დავიწყებ რა თუ შეიძლება რა. მე ვფიქრობ რომ პირველი რაც უნდა გაიაზროს, ანუ რატომაც ფერხდება ხელისუფლების ცვლილება და რატომაც ვერ გაზარდა ოპოზიციამ თავის ამორჩეველი. უნდა გაიაზრონ ოპოზიციური ძალებმა, ოპოზიციური პოლიტიკოსებმა, რომ პირისპირ ვინც დგას, საპირისპირო მხარეს ვინც დგას, არაა მისი მტერი. უნდა გავიაზროთ და ეს გასაგებია, ანუ სიმართლის ლაპარაკი თუ გვინდა, მე ზოგადად სულ სიმართლის ლაპარაკს ვიმხრობი და არ ვიმხრობი რაღაცის შელამაზებას. სამ წინასაარჩევნო სტრატეგიას, იმიტომ არ ვეთანხმებოდი, რომ რაღაცეები მოდი შევალაბაზოთ. სიმართლე ვილაპარაკოთ პირდაპირ მოდით რა. ქართულ ოცნებას ყავს ამ ქვეყანაში ამორჩეველი. ყავს რადიკალური ამორჩეველი, მაგრამ ყავს ესეთი ამორჩეველიც. ეს რა არის exit poll-ებმა რაც აჩვენა? რამდენი? მაქსიმუმ ალბათ 40% ხო თქვა ფორმულას exit poll-მა თუ არ ვწდები. 40% თქვა ფორმულას Edison Research exit poll-მა 40% თქვა დაახლოებით. შეიძლება ნაკლები იყოს. მაგრამ იცით რა არის მე ეგრე მახსოვს უბრალოდ. ბოლოს აღარ იყო ამდენი ეს ხო თეობის მიხედვით იცვლებოდა და მე საბოლოო exit poll-ზე ვსაუბრობ. ხო და იცით რა არის უნდა გავიაზროთ იცით რომ status quo ამორჩეველი ყავს ოცნებას ძალიან ბევრი. ქართულ ოცნებას ეს status quo ამორჩეველი ყავს იქიდან რომ ბევრი ადამიანი მოწყვლადია პროპაგანდის და თუნდაც რაღაცა მოსყიდვის მიმართ, რითიც მე მესმის ამ ადამიანების გულის სატკივარი. ბევრი ადამიანი მოწყვლადია იმისკენ, რომ ანუ კი ხვდება რომ ოცნება ცუდი არის, მაგრამ საპირისპირო მხარეს ვერ ხედავს სტაბილურობას და გამოსავალს. ოცნების ამორჩეველს კვლევა ჩატარდა ამას წინათ. და სიტყვა კოალიციისაც კი ეშინიათ, იმიტომ რომ საკმარისად ვერ არის ეს კარგად ახსნილი თუ რა სიკეთეს მოიტანს ეს. და იცით რა არის status quo ამორჩეველი საბოლოო ჯამში ან სახლში რჩება და ესეთი ყავს მოსახლეობის ბოლო არჩევნებზე 40% იყო, ვინც სახლში დარჩა, არჩევნებში 60% მივიდა და ძირითადად ყავს ხოლმე ნახევარი საქართველოს მოსახლეობის
და ბევრს არ მიეცა რა თქმა უნდა ღვთისმსახურის უფლების შესაძლებლობა მიგრაციაში მყოფებს, მაგრამ სტატუს კო ამორჩეველი არის ისეთიც, ვინც მიდის და ოცნებას აძლევს ხმას. მე ვიცი ასეთი ადამიანები, ანუ ქართული ოცნების ამორჩეველი ჩვენ არ უნდა აღვიქვათ ჩვენს მტრად. უნდა ვესაუბროთ მასაც, ანუ გამოსავლის გზად მე ეს მიმაჩნია, რომ ყველას არა იცით არის ბევრისგან მომისმენია, რომ აი კოცი არის რაღაცა, ანუ არ შევალ ამაში თვითონ ეს მიმართვაც მე მგონია რომ რაღაცნაირი რაღაცა გასაგებია პოლიტიკოსებს როცა ვსაუბრობ. აქ არ ვსაუბრობ მე იმ მცირე ჯგუფზე, ვინც მართავს და აზის ამ ქვეყანას, ისინი რა თქმა უნდა მტრულად არიან ქვეყნის მიმართ განწყობილები. ამ მომრჩეველს უნდა ვესაუბროთ ყველასას, უნდა დავანახოთ რომ ჩვენ ვართ რაღაცა ღიები. ანუ თქვენ ვერათ რომ ამ არჩევნებზე ოპოზიცია თქვენ პოზიცია როგორია ოპოზიცია მე საერთოდ მოიგო თუ არ მოიგო? მოიგო, საბოლოო ჯამში მოიგო, მაგრამ იმდენით არა, ნახეთ, იმდენით ვერ მოიგო, რომ ოცნებას ეს გაყალბება არ ყოფნოდეს. მე ეგრე მგონია. იმიტომ რომ გაყალბებას თავის მარჟა აქვს, მაგრამ უნდა მოიგო იმდენად და უნდა გაეზარდა იმდენად თავის ამორჩეველი, მილიონამდე უნდა მიიღწიათ ამის ამორჩეველი. ჩემი აზრით, ანუ რომ დამანგრეველი ყოფილიყო ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება უნდა უნდოდეს 74% მოსახლეობის. არ არის საკმარისი რომ რაღაც ნაწილი სახლში რჩებოდეს, შეიძლება უმეტესობას უნდა და დარწმუნებული ვარ უმეტესობას უნდა ხელისუფლების ცვლილება. მაგრამ ვერ უწუდებით ამ ხალხს, იმიტომ რომ ვარ ჩაკეტილი ჩვენ რაღაც ბაბლებში. ვარ ჩაკეტილი ჩვენ რაღაცა აზრებში, რომ აი ჩვენ გარდა და ჩვენ გარშემოყოფების გარდა არავინ არ არის. ძალიან დიდი ნაწილია საქართველოს მოსახლეობის. უნდა ირწმუნოს, რომ რეალურად არის ცვლილებები დაუმარცხებელია. პოლიტიკაში ამისთვის არ გეთახმები აბსოლუტურად, ოღონდ ამაზე არ არის მესმის, რასაც ამბობ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ძალიან მიამიტურია და მინდა რომ დიდი ხანით არ შეგეთათ, იმიტომ რომ ძიმია მე რო შედიხარ ამ ყველაფერში ნახე, გეთახმები აბსოლუტურად და ნების და მგონია რომ მოსახლეობის უმრავლესობა არ იცნობს. უბრალოდ ბოლომდე მე აბსოლუტურად მოყვები და გეთახმები, მე აბსოლუტურად მოყვები და გეთახმები იმაში, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ადამიანი დავარწმუნოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა და დიდი უმრავლესობა არ არის ქართული ოცნების მომხრე, ისინიც კი ვიც ქართულ ოცნებას აძლევენ ხმას და აძლევენ ძალიან ბევრი რაღაცის გამო, აძლევენ შიშის გამო, აძლევენ სამსახურის დაკარგვის გამო, სოციალურის დაკარგვის გამო, ვიღაცას კანონიერმა ქურდა. მე მგონია რომ აი ამ ადმინისტრაციული, აი ნახე მე მგონია რომ ადმინისტრაციული რესურსი რო ჩამოაშორო, აი ეს შიში რო ჩამოაშორო და ამბავი ალბათ ესეთ იქნება მათი მერყეობა მაქსიმუმ 20%. იმის იქით მე იმატებენ ამ ადმინისტრაციული რესურსით იქ დაშინებით, იმით რომ ვიღაცა სამსახურს დაკარგავს და უბედურება იყო რომ ყველაფერი ჩანდა, მაგრამ საერთოდ არ ვიცი რა იყო ეგ. ანუ ამ ეს ყველაფერი რეალურად ეს ყველაფერია ის ბონუსი, რასაც იმატებს მე იმისთვის რომ დაიწეროს ეხლა მიუხედავად ცოლობისა საკონსტიტუციო უმრავლესობას ავიღება და ვერა იყო. ვერა იყო, იმიტომ არ იყო გაყალბება, იმიტომ რომ ხალხი ჩაერთო მაინც. მაგრამ რა თქმა უნდა, უფრო მეტი უნდა იყო. მე მგონია რომ ნახეთ მე ესეთ რაღაცა ზონებით სულ ჩემ სტუდენტებს და მრავალი წერია ვკითხულობ პოლიტიკური დეცენტრალიზაციის უნივერსიტეტში, რომ სულ ვეუბნები, რომ ხალხო ნუ დაფიქრდებით, მოდით პოლიტიკაში, იმიტომ რომ პოლიტიკა არ არის ბინძური. პოლიტიკა ბინძური ადამიანების ხელშია ბინძური და სუფთა ადამიანების ხელშია სუფთა. და თუ თქვენ დისტანცირებული იქნებით პოლიტიკისგან, მაშინ ყოველთვის იქნება სივრცე იმ ბინძური ადამიანებისთვის, რომ ამ პოლიტიკით ივაჭრონ და პოლიტიკა აქციონ ვაჭრობისაგან. ამ ხრივ მოსაყოლი ძალიან ბევრი მაქვს, ნამდვილად. ბევრისთვის უსიამოვნო მათ შორის, მაგრამ ახეთ თავარია რა უნდა იყოს აქ და რატომ გონია რომ ნებისმიერი დამყოფა იქ რეპუტაციულად იქნება თუ ესე იქნება თუ ესე იქნება ამ საერთო ბრძოლას შეუშლის ხელს. მე არ მგონია რომ ჩვენ ვართ ახლა ჩვეულებრივ სიტუაციაში და რომ აი ესე შეგვიძლია რომ ეხლა კიდე შეგვიძლია რომ ესე დავждეთ და ამაზე ვიდებატოთ, მაგრამ თუ ერთი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი დარჩა, მე არ ვიცი თქვენ პოდკასტს საერთოდ იქნება. არ ვიცი, კი ჩვენც ვერ ვიქნებით, ანუ ალბათ ერთ საკანში ვიქნებით, ან ცალკე საკანში ისტორია, ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაც ესე ვიქნებით. აი ამ მოცემულობაში, როდესაც აი ესე გვიწევს, ხო? ამ ყველაფერში დღეს რასაც ოპოზიცია ვერ ახერხებს რა არის. ოპოზიციაში ძალიან ბევრი საკუთარი თავი უფრო მეტად უყვარს ამ ბრძოლაში, ვიდრე ეს ბრძოლა რეალურად. და საკუთარი ეგოები ვერ დაიწყებს, იმიტომ რომ იქ სალომეს გონია რომ ის უნდა იყოს. აი მე რამდენიც ამბობთ ამას უკვე და ეს არის ერთ-ერთი შემაფერხებელი. კი, და ვიტყვი ახლა რატო? ნახე, მე მგონია რომ ყველა ადამიანს ამ ადამიანებს აი აუცილებლად უნდა ვთქვა ახლა ეს რომ ნახე რა არის პრობლემა, იმიტომ რომ ოპოზიციურ პარტიებში და არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებში იგივე არის ახლა სალომესთანაც. ამ ადამიანებს რა გონიათ? ამ ადამიანებს გონიათ რომ ბიძინას კი მოვიშორებს, მაგრამ ვინ იქნება მერე პირველი? ნახეთ, ამაზე ფიქრობენ. და ამაზე რომ ფიქრობენ, ერთმანეთში ვერ ლაგდებიან, იმიტომ რომ ყველა კონკურენტად აღიქვამს ერთმანეთს. იქ გახარია იმის კონკურენტად აღიქვამს, სალომეს საერთოდ იძახის რომ მე ამოთხარ რატომ უნდა ვილაპარაკო, იმიტომ რომ უფრო ზევით ვარ. იქ კიდე ეს არის მთავარი პრობლემა. ნახეთ, ვერ თანხმდებიან. ამ ოპოზიციის მთავარი პრობლემა კიდე ის იყო, რომ ერთმანეთის კონკურენტები უფრო იყვნენ ამ არჩევნებზე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს ებრძოდნენ.
რეალურად ამას კარგად იყენებს ბიძინა ივანიშვილი და სანამ ამ ეგოებს რა არის გამოსავალია თქვენი კითხვა ამის გამოსავალი არის ძალიან მარტივი და ამავდროულად ძალიან რთული მე ძალიან ხშირ შემთხვევაში მართლა დეპრესიაში მაგდებს ამ ოპოზიციურ კლასს ერთმანეთთან რო უყურებ ერთმანეთთან ურთიერთობაში როგორ არიან და როგორ ვერ ხვდებიან ბოლომდე რომ ჩვენ თუ ეხლა ეს ყველაფერი წავაგეთ აქ არც ერთი ოპოზიცია საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რამდენს აიღებს აი საერთოდ აი გულწრფელად გეუბნებით რომ არ მადარდებს ვის რამდენი პროცენტი ექნება თუ ესენი დარჩნენ და ახლა ამით მოვჭები რა არის და რა უნდა დაძლიონ და უნდა მიხვდნენ რომ ერთმანეთის კონკურენციაში ეხლა ჩვენ არ უნდა ვიყოთ ეხლა ჩვენ ეს რა ვიცი მოგუკლავს და იმაზე კი არ უნდა ვიყოთ რომ იქ საერთო კანდიდატზე იმიტომ ვერ თანხდებით პირობითად რომ გახარიას იქ თავისი წარმოუდგენია იქ კიდე რა ვიცი ლელოს თავისი წარმოუდგენია ახლებს კიდე თვითონ წარმოუდგენიათ იმას კიდე ვიღაცა სანამ ეს იქნება და სანამ არ ვიქნებით ჩვენ როგორც ერთიანი ერთ პარტიად არ ვიძახი მაგრამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში ერთიანი ორგანიზმი სადაც ვიტყვით რომ აი ეს ისია და დაუდგები და ერთმანეთში არ გვექნება რაღაც ეს გარჩევები რომ მე რა მინახავს იცი გულწრფელად ვიტყვი ეს უნდა თქვა აუცილებლად მე რა მინახავს იცი ძალიან სერიოზული ადამიანები მართლა რომელსაც სულ ეკრანზე ხედავთ მინახავს რომ არჩევნების დროს ჩვენ უბედურება გვჭირდა ბრიფინგზე ვინ პირველი იქნებოდა და ვის ექნებოდა ლაივი ამაზე უჩხუბნიათ ის არის მე ამაში გეთანხმები ვამატებ 3 წუთს და ვადოს ხო აი თუ შეიძლება ვიტყვი რა მეც ამას ჩემი ესეც რომ დავაფიქსირო მოსაზრება ამაზე გამოსავლებთან დაკავშირებით რომ კი გასაგებია ერთიანად ყოველას მოხარშვა და ერთი რაღაცის თვისხმის მიცემა ჩემი აზრით მოქალაქე შეიძლება არ მოწონდეს რომ ყოველას ანუ ჩემი აზრით უნდა კონდეს არჩევანის საშუალება დემოკრატია მაგაზე დაფუძნებული ხო მესმის და არჩევანის დაფუძნებული და გასაგებია რომ კოორდინაცია ზირთად საკითხებზე ლანძღვაგინება ამაში თანხმდები რომ ლანძღვაგინება და ეგოების ჭიდილი არ უნდა იყოს და ესეც არის ერთ-ერთი ის ფაქტორი გარდა იმ ძველი რაღაც ბინძურებისა რითაც დაიღალა საქართველოს მოსახლეობა ჩემი აზრით გამოსავალი დღეს არის ძალიან მარტივი და დიდი ფილოსოფია ამას ამდა რა თქმა უნდა სირთულეები ამას თავისი ახლავს უბრალოდ სათქმელად ესე მარტივია და მე მგონია რომ სირთულე არის ამაზე მუშაობა მაგრამ უნდა ვიმუშაოთ ამას რომ გამოსავალი არის ის რომ მორჩის ეგოების ჭიდილი ვინც ხელს არ უწყობს ხელისუფლების ცვლილებას და ვინც ეგოს აყენებს უფრო მაღლა უნდა მიხვდეს რაღაც მომენტში ვიღაცა უნდა მიეხვედროს რომ პოლიტიკა უნდა გაიწიოს უნდა გავიდეს უნდა დაუთმოს გზა ახალს უნდა გადაწყვიტოს რომ თუნდაც პარტიის ლიდერმა გაიწიოს და აღარ იყოს მის პარტიაში რაღაცა კლანური დაპირისპირებები და უფრო ჯანსაღ პროცესს შეუწყოს ხელი მე პირადად ჩვენთან ეს პრობლემა არ იდგება იმიტომ რომ ძალიან დემოკრატიულად ვიღეთ გადაწყვეტილებებს და დემოკრატიაზე ადამიანების დობაზეა ჩვენი მთელი სტრუქტურა აგებული მაგრამ ხო ეს უნდა იყოს ერთ-ერთი და ასევე რასაც გამოსავლის გზად მივიჩნევ რაც თქვი რომ უნდა ვესაუბროთ ყველას არ უნდა ვიქოთ ტრად არავინ რასაც ოცნება თესავს და პოლარიზაციას არ უნდა შეუწყოთ ხელი უფრო უნდა შერიგებულები უნდა ვიყოთ ერთმანეთთან პიროვნულობაში უნდა გადავიცოთ ძველმა პოლიტიკამ ზირთად დაპირისპირებულია ყველა ერთმანეთ რომ ადამიანების შიმტრობაც გააჩინა ამ მუდმივად ალახის სროლამ და ასევე პოლიტიკოსმა რაც წეგან ვახსენე ჩვენ ამას ვაკეთებთ უკვე თავის ხელით უნდა მოახერხოს რაღაც საქმეების კეთება ბევრი ამას აკეთებს მაგრამ არ უნდა იყოს ყველაფერი მხოლოდ კაბინეტებში უნდა გამოვიდეს კაბინეტებიდან აქციაზეც კი უნდა შეთავაზოს თავის შინაარს ჩვენ მაგალითად რასაც შეგვიძლია ვაკეთებთ პატიმრებისთვის წერილებს ვაგროვებთ წიგნებს ვაგროვებთ სისტემატურად რაც შეგვიძლია ამ პროცესში ჩვენ ამას ვახმართ ვაკეთებთ არა მარტო ამ პროცესში მე მაგალითად შეიძლება საკუთარ თავს უწოდო პოლიტიკური აქტორი პოლიტიკური მოძრაობა ვარ პოლიტიკური პარტია არ ვარ მაგრამ პოლიტიკური აქტორი შეიძლება უწოდო საკუთარ თავს მაგრამ მე არ მეთაკილება ის რომ მივიდე პირობით რაღაც უბანში ტალახში დავდგა ჩვენი ეს ნიშანი პრობლემა მოსაგვარებელია და უთხრა ვიდეო ჩავწერო ამაზე რეაგირება ყოფილა კიდეც იმიტომ რომ ამას ვერ ურისკავს ჯერჯერობით თბილისმერია რომ მოქალაქეებს რაღაცა უბნურ პრობლემებს ესეთი იგნორირება გაუკეთოს ალბათ აქამდეც მივალთ ახლა ავტორიტარიზმი მზარდი არის მაგრამ ჩვენ მეცდებით რომ ეს არ მოხდეს მე არ მეტაკილებ რომ დავდგა ეს ჩემი ნიშანი და ვთქვა რომ აი პრობლემა მოსაგვარებელია მოაგვარეთ ეს პრობლემა და აი პირადად ვაკეთო ეს საქმე პირადად ვიყო საქმის კეთებაში ჩართული კაბინეტიდან და ოფისებიდან გამოსული ორივე საჭირო არის ოფისები საჭიროა მაგრამ გარე მუშაობაც აუცილებელი უფრო მეტად საჭიროა ვიდრე ოფისური მუშაობა დიდი მადლობა მე მინდა რომ ვიდრე გადავალთ მომდევნო ბლოგზე შემოგთავაზოთ ასეთი რაღაც მე ხა ასე ვთქვათ იმპროვიზაციულად ჩვენი საუბრიდან გამომდინარე დამატებით დებულება შემოვიტან და მოგცემთ თითო წუთს იმიტომ რომ ძალიანაც არ გაგვეწელოს ამაზე საუბარი თითო წუთს იმისთვის რომ ასე ვთქვათ ჩემს დებულებაზე თქვენი არგუმენტები მოვისმინოთ ჩემი დებულება არის ასეთი აი ბევრს საუბრობთ აი ამ ეგოების დაპირისპირებაზე ასევე ვხედავთ რომ პოლიტიკური პროცესი ბევრად უფრო ასე ვთქვათ კაცრი გახდა ოპოზიციური საქმიანობისთვის განსაკუთრებით ბოლო 2 წელი მაგრამ განსაკუთრებით კიდევ უფრო განსაკუთრებით შეიძლება ბოლო 1 წელი და კიდევ უფრო
მეტად ბოლო თვეები, ხო? ასევე ვხედავთ სხვადასხვა ფორმატების არსებობის მცდელობას შედეგების გარეშე სამწუხაროდ, მაგრამ ახლა რაც ვიცით, ეს არის რაღაც წინააღმდეგობრივის მოძრაობა, რომელიც ზურაბიშვილის ოფისის ფარგლებში იმართება, შეიძლება არსებობს კიდე სხვა ესეთივე ფორმატები, არ ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში. ხო, მაინტერესებს, ჩემი დებულება არის ესეთი, რომ ასე ვთქვათ, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც არიან კრიტიკულად განწყობილები მოქმედი ხელისუფლების მიმართ და ვისაც ესაჭიროება სამთავრობო ცვლილებები, ისინი იმსახურებენ, რომ აი ამ ერთწლიანი მოლაპარაკებების შედეგის სახით მათ წარუდგინოს ოპოზიციამ ჩრდილოვანი კაბინეტი. რომელიც გახდიდა ნათელს, როგორი არის ოპოზიციის ხედვები, როგორ გაგრძელდება ამ ქვეყნის მართვა საკვანძო თანამდებობებზე, რაც მეტად ცხადს გახდიდა აღქმას კრიტიკულად განწყობილ ადამიანებში, რომ ცვლილებების შემდეგ ვიცი რა იქნება. ან ამას თქვათ ეთანხმებით ამ დებულებას, თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ ასევე ბარათებით მანიშნოთ და არგუმენტებისთვის მოგცემთ თითო წუთს. იმიტომ რომ აუხსი ხო რატო ნაწილობრივ ეთანხმები, რომ ეს არის აუცილებელი და ამაზე იყო საუბარი. და ამაზე იყო საუბარი და რატო ვერ შედგა, იცით? იმიტომ რომ ლამის ერთმანეთი დახოცეს იქ ჯერ არ არსებულზე ვინ იქნებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი და ჩვენ ვიყავით ერთადერთი ნაციონალური მოძრაობა, ვინც ამბობდით, რომ არ გვინდა საერთოდ არაფერს არ ვიტყვით, უბრალოდ იმის გამო, რომ ხალხს აი ეს არ კონდეს, ეს რაღაც ის რომ იცოდეს რა, ამ ადამიანმა ვინ იქნება იქ შინაგან საქმეთა მინისტრი ვინ იქნება და ასე შემდეგ, ხო? აი ეს თემა სერიოზულ განხილვამდეც კი არ მისულა, იმიტომ რომ რაღაცა დაწყების ფაზაში იყო უკვე, აი ისეთი უბედურება იწყებოდა უკვე პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომ გასაგები იყო, რომ შეუძლებელი იყო ამ ყველაფერში რაღაცაზე ჩამოყალიბებული იყვნენ. ნახეთ, რატომ მგონია, რომ ნაწილობრივ ეთანხმები და ნაწილობრივ არა. მე მგონია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ფაქტორი იმისთვის, რომ ვიღაცებს შიში გადაილახოს, რომ ვიცოდე როგორია ხედვა სასამართლოს, პროკურატურის და ასე შემდეგ და ადამიანებმა არ კონდეთ განცდა, რომ ქაოსში და სიბნელეში კი არ შევდივარ, ვიცი რაში შევდივარ ამ ყველაფერში და რას ვაწევ ხმას, მაგრამ მეორეს მხრივ რაც მუშაობს ასევე და ამით მორჩები არის ის, რომ თუმცა ასევე არის საზოგადოების დიდი ნაწილი განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც სხვა რაღაცეები მუშაობს. ხეთ, იქ დაითქვი, რომ აი სუსი რომ მიდის ხო, აი სუსი რომ მიდის და პოლიცია რომ მიდის და ეუბნება რომ პირადობას თუ არ მომცემ ოპოზიციის ამორჩეული ხარ, დედას გიტირებ და სოციალურს და შენშულს დაერხევა, ხო? იქ უკვე ნაკლებად აინტერესებს ჩილოვან კაბინეტში ვინ იქნება. თუმცა მე მგონია რომ აუცილებელია ეს ჩილოვანი კაბინეტი. დიდი მადლობა. ვადო გაძლევთ 1 წუთს. ის რა საინტერესო საკითხი არის ძალიან და იმიტომ ვეთანხმები მე ამას, რომ საზოგადოებას სჭირდება ზოგადად სიცხადე. ის პრობლემა, რაც თქვენ თქვით და გააჟღერეთ, რომ ეგოების გამო ვერ თანხმდებიან, მე ვამჩნევ ამ დიდ პრობლემას ძველ პოლიტიკურ თაობაში, იმიტომ რომ პირობით ახალგაზრდულ ჯგუფები ერთად რო ჯდებით ხოლმე, გასაგებია რომ იქ უფრო დიდი ინტერესები არის, მაგრამ რაღაც საკონცო საკითხებზე რაც მნიშვნელოვანია პროტესტში წინა გაზაფხულის აქციები, ახალგაზრდებს მიყვავდა და არ მივეცით საშუალება არავისო თავის ბინძური ხელები ეფათურა იქ. და იცით რა არის, ჩვენ უფრო მარტივად თანხმდებით ხანდახან ასე მგონია, ვიდრე ეს რაღაცა პოლიტიკური ძალები და პრეტენზია რო აქვს, რომ რაღაცა დიდი გამოცდილება. ეს რა არის, მესმის ყველაფრისთვის ყველაფრისთვის ადვარ. იცით რა არის, კი მაგრამ იცი არის ისიც მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ დაინახოს რომ თუნდაც ნაციონალური მოძრაობიდან და ამ ძველი არა მარტო ნაციონალური მოძრაობიდან ძველი სახეებიდან ზოგადად რომლებიც ყოფილი ნაცმოძრაობის სახეები თუნდაც სხვა პოლიტიკურ კოალიციებში პარტიებში არიან განაწილებული 4 ნომერშიც ახალშიც მათ შორის არ იქნებიან წარდგენილები ძალოვან თანამდებობებზე მაგალითად ეს ძველი სახეები არ იქნებიან ძალოვნებად პოზიციონირებულები და ასევე უნდა დავინახოთ ის რომ რა სტრატეგია და გეგმა აქვს პირობითად როგორ ინარჩუნებენ და მიყვებიან ეროვნული პოლიტიკის ხას როგორ ინარჩუნებენ მშვიდობის ხას ამაზე ხედვა არის აუცილებელი და თან აი ერთსაც ვიტყვი რა რომ ამაზე მე იმიტომ თანხმდები ამას რომ მე ზუსტად ვიცი რომ არანაირი არ ჩვენი ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე ჩვენ არანაირი პრეტენზია ამაზე არ გვაქვს საერთოდ რა უბრალოდ გვინდა რომ საერთოდ სიკეთეს მოხმარდეს ყველაფერი და ჩვენ დავინახოთ რა თქმა უნდა ჩვენ პოლიტიკაში მომაცლებ, თუმცა როგორც მინისტრებად დაიმათ ეგრევე ხო. 10 წამიანი რეპლიკა შესაძლებელია. მოგცემთ და ასე რაღაცნაირად ებმევა შემდეგ ისადებოდო საკითხიც ამას და გავაგზავნებთ ამაზე მსჯელობად. მოგცემთ აწავს. უბრალოდ რომ ამბობენ ძველ სახეებზე ნაციონალური მოძრაობის, უნდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ძველ ხელისუფლებაში ვინც იყვნენ, ანუ იმ ნაციონალურ მოძრაობის სულ დარჩენილია 5 ადამიანი. დანარჩენი არიან ადამიანები, რომლებიც მოვედით 2012 წლიდან. ამიტომაც ეგ რეალურად არ დგას.
ნახეთ რომ აი იქ ვიღაცა ძოს სხვათა შორის ესეც გაცხადებული ქონდა ნაციონალურ მოძრაობას ერთ-ერთ არჩევნებზე 20-20-ის რომ ძალოვან სტრუქტურებს მაგალითად ნაციონალური მოძრაობისთვის რადგან ის იყო პრობლემა ძალოვან სტრუქტურებს ნაციონალური მოძრაობა არ აიღებდა მაგრამ 20-20-იც იგივე პრობლემა იყო 20-20-იც ეგოების პრობლემა იყო და 20-20-იც ეს ვერ გადალახეს დიდი მადლობა იმისთვის რომ უყურებთ პოლიგონს ეს არის პროექტ 64-ის პოლიტიკური პოდკასტი YouTube-ზე და ჩვენ რეგლამენტირებულ დებატებს გთავაზობთ იმისთვის რომ მოვისმინოთ მხარეების მოსაზრებები ჩვენს მიერ შეთავაზებულ სამ ძირითად სადისკუსიო საკითხზე ასევე გირჩევთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ნახოთ ჩემი კოლეგების სხვადასხვა ფორმატის პოდკასტები როგორც YouTube-ზე ასევე Spotify-ზე და ჩვენ მივადექით მესამე სადებატო საკითხს აქ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც აგრძელებს აი ამ დისკუსიას ბოლოს ჩვენ საუბრობდით და ჩემი აი ეს დამატებითი შეკითხვაც ამით იყო განპირობებული რამდენად სიცხადეს თავაზობს ოპოზიციური სპექტრი იმ ადამიანებს რომლებსაც ერთი მხრივ აქვთ აი თქვენ რაზეც საუბრობთ შესაძლოა არსებობდეს მათზე ზეწოლა და ამიტომ ვერ მიდიან ცვლილებებზე მეორე მხრივ აქვთ გარკვეული ტიპის შიშები და მე ამ შემთხვევაში ვეყდომები BIS-ის კვლევას რომელშიც არ არის გამოკითხული თქვა ძალიან ბევრი ადამიანი მაგრამ ეს კვლევა ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის და ალბათ თქვენთვისაც როგორც პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მისი მეთოდოლოგიის გამო რამდენადაც ამ კვლევის მიზანი იყო ქართული ოცნების მიმართ დადებითად განწყობილი და ასევე იმ ადამიანების განწყობების შესწავლა ვინც ნეიტრალურად არის განწყობილი პოლიტიკურ პროცესის და თუნდაც იგივე საპროტესტო აქციების მიმართ და ამ კვლევაში ზუსტად ამას ვხედავთ რომ ისინი თქვა ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნით საკუთარ სტაბილურობას აზღვევენ აი კვლევასენ წეგან პოლიციას ამას გულისხმობდით და მეორე მხრივ მათ სწორედაც რომ სიცხადე ჭირდებათ და აი აქედან გამომდინარე მე მინდა რომ გადავიდეთ ჩვენს მესამე სადისკუსიო საკითხზე სადაც გთავაზობთ ასე თქვა პირველში გეტყვით რომ ეს საკითხი არის მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფის ცხადი ხედვები ქართული ოცნების წასვლის შემდეგ და ჩემი დებულება ჩვენი სარედაქციო დებულება არის ასეთი რომ ოპოზიცია ჯერ ვერ აჩვენა მოსახლეობას კვალიფიციური და გრძელვადიანი სტრატეგია კრიტიკულად მნიშვნელოვან ეროვნულ გამოწვევებზე გთხოვთ პოზიციები გვაჩვენოთ შესაბამისი ბარათებით პირველში რომ ვერ აჩვენა კეთილი მადლობა ვადო ამჯერად თქვენით დავიწყებთ პირველი 3 წუთი კი ბატონო ეცით რომ ვერ აჩვენა ამ მიზეზებზე რატომაც ხდება ეს რომ კომპეტენციის ნაკლებობა სულ ერთი და იგივე ბრწყინვალე სალდეგზელოები ამაზე უკვე ვისაუბრე ამაში არ შევალ უფრო აქ ვისაუბრებ თუ რა შეგვიძლია რომ აჩვენოთ საზოგადოებას აი მაგალითად მშვიდობასთან დაკავშირებით მშვიდობა როგორც რაღაცა სასაცილოდ აიგდო ბევრმა ადამიანმა მეზეზე არ არის რომ აი ოცნება და მშვიდობა და რაღაცა სასაცილო თემად იქცა რომ ოცნების ამომრჩეველს უნდა მშვიდობა უნდა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მე თუ კითხავ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რომ ომისგან დაცვა მშვიდობის შენარჩუნება უნდა იყოს მართლა აქტუალური საკითხი და ეს უნდა იყოს დღის წესრიგი და ჩვენ ამაზე გვაქვს ჩვენი ხედვა მაგალითად რა რაც მე ვერ დავინახებ წინასაარჩევნო ოპოზიციურ პარტიებისგან რაც ვერ დავინახე იყო ის ამ სტრატეგიის ნაწილად რომ აი რაღაცა ერიდებოდნენ ამ თემას მოდი არ შევყვეთ პროპაგანდაში ვისაუბროთ რაღაც სხვა სიტყვებით და არ ახსენებენ ომს და მშვიდობას ომისგან დაცვა საქართველოში შესაძლებელი არის იმითაც და იმით ერთ-ერთი თავარი ის არის რომ გავიაზროთ მშვიდობა არ ნიშნავს სისუსტეს რომ ოცნება თავაზობს თავჩახრილ მშვიდობას მაგრამ ჩვენ გვჭირდება თავაწეული მშვიდობა წელში გამართული მშვიდობა და როგორ უნდა მივახციოთ ამას იმით რომ ერთი ჯარისკაცის ხელფასი იყოს გაზრდილი და ერთი ჯარისკაცი ცხოვრობდეს კარგად საკონტროლო ჯარში ვინც არის ის რომ სავალდებულო სამსახური ამ ფორმით კომიკური ფორმით რომ დაცვის პოლიცია დგანან ბიჭები ესე აღარ იყოს ამ ფორმაში აღარ არსებობდეს ის რომ თავდაცვის ბიუჯეტი აღარ იყოს სამართლიანოდ აზერბაიჯანის სომხეთის რეგიონში ყველაზე დაბალი და გაიზარდოს კიდე უფრო და განსაკუთრებით უკრაინაში სამომიერის და რუსეთი გადართული სანამ არის ახლა ცოტა უხეშად გამომდის ამის თქმა ეს რაღაცნაირ ის არის რომ გავძლიერდეთ ჩვენთვის სიგნალი უნდა იყოს რომ გავძლიერდეთ არა მარტო ამაზე ჩვენ ხედვა გვაქვს იმასთან დაკავშირებითაც მშვიდობა მნიშვნელოვანი საკითხი ხედვა გვაქვს იმასთან დაკავშირებითაც ევროპული მაგრამ რაც თავარია ეროვნული ქვეყანა ეროვნული სახელმწიფო და ჩვენი ეროვნული პოლიტიკა რაზე უნდა დაფუძნდეს ჩვენი კონსერვატიული შეხედულებებით და მაგრამ ეკონომიკურად მემარჯვენე შეხედულებებით რა თქმა უნდა არის ის მაგალითად და ეკონომიკას შევეხედა ვიტყვი რომ ვიცით გვაქვს უკვე ხედვა ჩამოყალიბებული და სანამ პირობითად სხვა პარტიებისგან 10 წელია რაღაცა სხვა რაღაცები გვესპონა და მათგან ვიხილეთ მაქსიმუმ 10 გვერდიანი პროგრამები და 5
მუშაობდეს 7 გვერდიანი პროგრამები. ჩვენ უკვე მუშაობ ძალიან დიდ პროგრამაზე, ყოველდღიური მუშაობა გვაქვს ამაზე, არა მარტო გარე მუშაობა, შიდა მუშაობა გვაქვს იმაზე, რომ მაგალითად რაღაცა უკვე შინაარსაც ვაცნობთ ადამიანებს და 2-3 თვეში მოვხერხდით, სადაც 10 წელი ანდომებენ ხოლმე სხვა პოლიტიკური პარტიები ან მოძრაობები. მაგალითად ის რომ ვიცით ხვალვე როგორ დაიწიოს სიგარეტის და ბენზინის ფასმა, აქციზის გაუქმებით მაგალითად ვიცით ის რომ ჩვენი ხედვით პირობითად მრავალშვილიან ოჯახებს შეიძლება ჰქონდეთ საგადასახადო შეღავათები. ვიცით ის რომ ბავშვებს შეიძლება სკოლის და ბაღის მოსწავლეებს დაურიგდეთ ვაუჩერები. ვიცით ის რომ სკოლის ავტობუსები უნდა არსებობდეს და თუნდაც ურბანული განვითარების მხრივ უნდა არსებობდეს მეტი ესტაკადა, მეტი ხიდი თბილისშიც თუნდაც და არა მარტო თბილისში, უფრო ინფრასტრუქტურულად განვითარებული უნდა იყოს. ასევე გლობალურად რომ შევხედოთ, უფრო მარტო ნატოს და ევროკავშირის ძახელი არ არის ჩვენი ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, პროდასავლურები ვართ, ეს არის ძალიან ცალსახა, ყველგან გვეტყობა ეს ჩვენ შინაარსში, თუმცა იცით რა არის ფიქრობთ რომ საქართველოსზე უნდა გაიაროს შუა აღმოსავლეთის დერეფანმა და რუსული და ირანული პორტების და აეროპორტების ალტერნატივა უნდა გახდეს საქართველოს და მისი პორტები. ეს არის რითაც კიდევ უფრო გავძლიერდება და განვითარდება. კეთილი, მისმეთანა. მოკლედ, მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ხა რაზეც ვადო მილაპარაკა, ეგ ცოტა სხვა საკითხებია, რომელზედაც ბევრ პოლიტიკურ პარტიას უსაუბრია, ხა მრავალშვილიან ოჯახს დახმარება რომ უნდა კონდეს და თავდაცვა ესეთი არ უნდა კონდეს ამ შემდეგ. ჩვენ რა იყო მთავარი გამოწვევა ჩემეზე და რა მუშაობს ყველაზე მეტად. ხა ძალიან გაგიკვირდებათ რა სიტყვით, მაგრამ მე თვითონ ვარ რეგიონიდან და რეგიონიდან წამოსული პოლიტიკოსი ვარ და ვცხოვრობ და ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს ადამიანებთან. ორი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მუშაობს ქართული ეთნობის პროპაგანდა. ეს არის ომი, რასაც ჩვენ ვერაფერი ვერ დავუპირისპირეთ და ამ ადამიანებს ვერ უთხარით რომ ევროკავშირში და ნატოში იმიტომ გვიდა რომ მაგის გარეშე ვერ გადავრჩები და თუ სადმე გვექნება ნახე თუ სადმე გვექნება ან თუ სადმე ვარ დაცულები იქა ვართ დაცულები და ამ პროპაგანდას ცალკე ატრიალებდა პირიქით ატრიალებდა და ასევე მეორე ყველაზე დიდი პრობლემა რეგიონებში რაც იყო ის რომ ამაში მარტო პოლიტიკური პარტიების როლი არ არის ხოთა შეიძლება ბევრი ადამიანის როლი არის ვისაც ევროპული ღირებულებების დაცვისთვის გაძლიერებისთვის ამ ქვეყანაში პირდაპირ პასუხისმგებლობა ჰქონდა რომ მართლა ჯეროდა ძალიან ბევრს რომ ევროპა ეს არის რომ კაცმა კაცი შეიძლება მოიყვანოს და ეს პროპაგანდა ნახე ძალიან მუშაობდა რეგიონებში და მე რომ ამას ვამბობდი თბილისში რომ ეს ხალხო მუშაობს და არ არის ეს დასატოვებელი თემა ესე ძალიან ბევრი ვიღაცა მაგაზე დამცინოდა და არ იყო ეგრე იმიტომ რომ სადაც ჩახვიდოდი სოფელში გეტყოდნენ რომ იცი რა მე კი რუსები არ მინდა და რუსების დედაც მაგრამ ევროპა აქ უკვე არ მინდა რომ კაცმა კაცი მოიყვანოს და ქალმა ქალი მოიყვანოს ნახეთ ეს რას განახებს ეს განახებს იმას რომ ეგ პროპაგანდა მუშაობს და იმ პროპაგანდას შენ რომ საპასუხო არ აქვს რომ ევროპული ღირებულება არ არის რაღაც ეს და მარტო ამაზე ეს არ არის ის რაც როგორც აჯერებენ ადამიანებს რომ თავზე შეიძლება ხომ მოგვახვიენ ეს ყველაფერი ამას რო ვერ პასუხობ და ამ სივრცეს ტოვებ იმ პროპაგანდას უტოვებ შესაძლებლობას რომ ჩვენ ძალიან ხშირად რა იმართებათ პოლიტიკოსებს ძალიან ხშირად მარტო თბილისს უყურებენ და არ არის მარტო თბილისი ძალიან ხშირად საარჩევნო შედეგის დადებისთვის საერთოდ არ ჭირდება ხა რო იძახდნენ რომ რეგიონში რო დავდეთ რა რეგიონში იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის თავი მიზანი იყო მთელი საქართველოს მასშტაბით დაეწერა ის რაც დაეწერა ხეთ ძირითადად როცა ცდილობს რომ პროპაგანდა ამუშაოს ის ამუშავებს ამ რეგიონების ხარჯზე ხეთ ამ პროპაგანდას და იქ ჩვენ ტოვებთ სივრცეს ამაზე რო არ ვლაპარაკობთ და ორი ხა დაშინებას მოსყიდვას და ამ ყველაფერს რო თავი დავანებოთ მიუხედავად ამისა ხო ოპოზიცია მოიგო და ამას ჩემი თვალით უყურებდი ხო მიუხედავად აი ეს რო განზე გავწიოთ აი იმ ადამიანებშიც კი აი 20%-შიც კი ხალხო ვინც აძლევს ხმას ოცნებას. აი ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის რისი გაბათილებაც ძალიან რთული იქნება ოპოზიციისთვის, მაგრამ ეს უნდა შეძლოს. და უნდა ვანახოთ, რომ საქართველოსთვის მშვიდობიანი განვითარების გზა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, იმიტომ რომ მარტო დარჩენილი რუსეთთან ჩვენ პირიქით გვემუქრება უბედურება და გვემუქრება მონობა და მის უღელქვეშ ყოფნა რაც გვაქვს გამოცდილია. ასევე მე ამ მშვიდობიანობის განვითარების გეგმას მოვაბამდი მაგჩtildeოვან კაბინეტსაც, სადაც ანახებდა როგორ წარმოუდგენია სასამართლო, როგორ წარმოუდგენია თავდაცვა და როგორ წარმოუდგენია სხვა სფეროების განვითარება და რას აძლევს და რას თავაზობს ის საქართველოს მოქალაქეებს. დიდი მადლობა. მე გთავაზობთ რომ მომდევნო 2 წუთი არ დავხარჯოთ ერთმანეთის რეპლიკებისთვის და უფრო აი რაც თქვით თქვენ რომ ადამიანებს ჭირდებათ თუნდაც იგივე სასამართლოსთან დაკავშირებული ხედვები და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი გამოწვევები. მინდა 2 წუთში, მომდევნო 2 წუთში თითოეულ თქვენგანისგან მოვისმინო თქვენ როგორც პერსონალურად, ისევე თქვენი გუნდის წევრები, რას მიიჩნევთ, რა საკითხებს მიიჩნევთ ეროვნულად
მნიშვნელოვან კრიტიკულ გამოწვევებად და რასთან როგორი ტიპის ხედვები გაქვთ. Აი, 2 წუთს გაძლევთ ამისთვის, რა არის ეს გამოწვევები, რომელიც ფართოდ ქართულ საზოგადოებას წინ უდგას, როგორც ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე შეიძლება იყოს მშვიდობის უზრუნველყოფა, რაზეც ვისაუბრეთ, მართლმსაჯულება, ასევე სიღარიბეს შეგვიძლია შევეხოთ. არ მინდა გიკარნახოთ, აი თქვენთვის რა არის ეს ისინი. მოდი დავიწყოთ ვადო, თქვენ 2 წუთს გაძლევთ. კი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, ძალიან რთულია კიდეც გამოყოფა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი რაც მინდა თქვა არის ფასების ზრდა, რომ ევროკავშირში როცა ჩადიხარ და ხედავ რომ 1 ევრო ღირს იქ რაღაც და 10 ლარი ღირს და ეს მუდმივად იზრდება, ეს არის ის საკითხი, რაც უნდა ვიმუშაოთ და ამაზე ჩვენც ვმუშაობთ, ჩვენი ხედვა მალე წარმოადგენს ჩვენს ხედვას ამას დაკავშირებით. სასამართლო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ აი ეს მონსტრი რაც 20 წელია იქნებოდა და რასაც მე პირადად ნაცკოცურ მონსტრს ვეძახი ხოლმე, იმიტომ რომ ორივემ შექმნა ეს სისტემა და კობახიძე რომ ამბობს ხოლმე ადრე ცუდ რაღაცებს აკეთებდნენ, ახლა კარგ რაღაცებს. იქ შეიძლება რეალებულიც იყოს მეორე პოლიტიკური ძალისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის მონსტრი, რომელიც სულ რაღაცებს აკეთებს ძირითად შემთხვევაში. ასევე უნდა გქონდეს კაფეო ხედვები და კაფეოთ უნდა ვესაუბროთ ხალხს მშვიდობის შენარჩუნებაზე, რაზეც ვისაუბრე მე უკვე, ასევე იმ ნაწილზე მეორე რომ არ ნიშნავს ევროპა გარყვნილებას და არ ნიშნავს ოპოზიციის და თუნდაც ქართული ოცნების შეცვლა ოპოზიციის მოსვლა არ ნიშნავს გარყვნილების დამკვიდრებას საქართველოში და ეროვნული ხაზი უფრო უნდა გაძლიერდეს ამ მხრივ, ჩემი აზრით და რა თქმა უნდა მეტიც უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ხედავთ ეკონომიკურად, როგორი არის საგადასახადო გეგმა დეცენტრალიზაციაზე, რომ მარტო თბილისში არ უნდა ხდებოდეს ყველაფერი, განათლების დეცენტრალიზაცია, ბიუჯეტის დეცენტრალიზაცია, როგორ უნდა ჭიათურაზე გქონდოთ ჩვენი ხედვა, მაგალითად რომ ჭიათურის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს და რომ ჭიათურას როცა აქვს დაახლოებით 3-ჯერ 4-ჯერ ნაკლები ბიუჯეტი ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც პროპაგანდისტული მედია არის დღეს ჩვეულებრივად, ეს არის სირცხვილი ქვეყნის და შემოსავლების ცენტრში მიდის. კი, ძირითადად შემოსავლების ცენტრში მიდის და ეგ არ უნდა იყოს, რომ უფრო უნდა დივერსიფიკაცია მოხდეს ამის. დაბალი გადასახადები, ასევე განათლება, აუცილებლად და განათლებაზეც მე უკვე ვახსენე ჩვენი ხედვის ნაწილი კიდევ უფრო კარგად წარვადგეთ გეგმას თუნდაც სტუდენტებთან დაკავშირებით, ეროვნულ გამოცდილებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს ყველაზე რაღაცა ნაცნობი თემა არის და ასევე ძიმე თემა არის ნარკოპოლიტიკაც და რაც ბევრ ადამიანს ადარდებს საქართველოში და ამას დაკავშირებით ჩვენ ნაბიჯს გადადგმული გვაქვს უკვე ნაბიჯი, როცა გადადგმული გვაქვს უკვე ეს ნაბიჯები, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას თუნდაც და რა უნდა იყოს ხედვა ამას დაკავშირებით, რომ ეს ეპიდემია რაც არის ნამდვილად აწუხებს ბევრ ადამიანს და საშინელება რაც ხდება, ეს არის მართლა მოსაგვარებელი და არა ალბათ რაც ცოცხლება აკეთებს არამედ რეალურად და ხო, ეს არის ძირითად საკითხები და ხო ძირითად მუშაობაც რა თქმა უნდა. მადლობა. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებითაც მოვისმენთ სამომავლოდ თქვენს ხედვებს, იმედია უბრალოდ ეს პოლიტიკა იქნება დაფუძნებული ჰუმანური სახელმწიფოს ჰუმანურ ხედვამდე და არა თქვათ რაღაც როგორც ხშირად ხო ცოტა უფრო ის არის ხო ჰუმანური ხედვა აი ერთ წუთი რამდენიმე წამს ჩავატებ ჰუმანურ ხედვაზე უნდა იყოს დაფუძნებული უბრალოდ ეს პრობლემა რაც არის ეს ეპიდემია რომ აი დაკრიშული ბარიგები მაგალითად უხეშ სიტყვას ვიხმარ და ხელისუფლება რომ ვითომ ებრძვის ამაზე სიმდიდრეში არ ებრძვის ეს უნდა რეალურად მოვაგვაროთ ჩვენ და ჰუმანურობაზე უნდა იყოს რა თქმა უნდა დაფუძნებული ნებისმიერ შემთხვევაში. კი ბატონო. ანა გთხოვთ გაძლევთ 2 წუთს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე ვისაუბროთ, თორე ესე ძალიან ბევრზე შეიძლება კი, აი ზუსტად ეს გვინდა თქვენ როგორც ერთი პოლიტიკოსი ანა წისძლიძე და თქვენი პარტია, ერთი ოპოზიციური პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა როგორ აიდენტიფიცირებს ძირითად ეროვნულ თავარი ეროვნული გამოწვევა მე მგონია დღეს ქვეყნისთვის არის პირველი ეს არის პირდაპირ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხს, ეს არის ევროპული ინტეგრაცია ამ ქვეყნის, რომლის გარშემო ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება არ არსებობს. ეროვნული დონის უსაფრთხოების საკითხ პრობლემა მგონია ასევე თავისუფალი სასამართლოს პრობლემა ამ ქვეყანაში და ყველაზე მთავარი რომ დემოკრატიული სისტემა, დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო ვერ შევქმნით ჩვენ საბოლოოდ, ხო, რომელიც უნდა უზრუნველყოს ამ ქვეყანაში დემოკრატიული მართლობა. ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ასევე სიღარიბე და ეკონომიკური განვითარება, იმიტომ რომ ღარიბი როცა არის ღარიბზე უფრო მარტივია манипуляციის შესაძლებლობაც, ამიტომაც აყავთ სოციალურად მობმული ბევრი დაბალი განათლების დონე და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩემი აზრით ასევე საქართველოსთვის, იმიტომ რომ განათლებული ადამიანის манипуლირება არ არის მარტივი და შეუძლებელია და ამ დემოკრატიული სისტემის შექმნაში, სამართლებრივი დემოკრატიული და ევროპული მართლობითი სისტემის შექმნაში საქართველოში მეწილად გულისხმობ რეგიონულ დეცენტრალიზაციას და ქვეყნის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ მოწყობას. ჩვენ ამ ხრივადაც კი არაფერი არ აქვს ჯერ ამ ქვეყანაში, ხელთ ჩასაჭერი და 30 წლის განმავლობაში ღირებული
მიღებული ამ მიმართულებით არაფერი არ შეგვიქმნია. შესაბამისად, რა უნდა იყოს, ხო, ჩვენი მთავარი мотиваცია მარტო ის კი არ არის, რომ ხოცები გავუშვათ. ხო, ჩვენი მთავარი мотиваცია არის ის, რომ ის რაც 20 წლის განმავლობაში ვერ იქნა ამ ქვეყანაში და 9 წლის განმავლობაში საფუძველი ჩაიყარა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაკეთდა და 13 წლის განმავლობაში ბიძინამ ბოლომდე ეს ყველაფერი გაანადგურა, რომ ამ შეიქმნას დემოკრატიული სისტემა მართლობის ამ ქვეყანაში, რეალურად დემოკრატიული სისტემა, თავისუფალი სასამართლო სისტემით, არაპოლიტიზირებული შინაგან საქმეთა სამინისტროც და პროკურატურით, სადაც სახელმწიფო რეგიონული დეცენტრალიზაციით და რეგიონული განვითარებით, იმიტომ რომ ძლიერი რეგიონების გარეშე თბილისი მარტო თავკომბალად ვერ იქნება და ვერ განვითარდება, რეალურად სახელმწიფოთი, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ ისი მთავარი ფუნქცია იყოს ადამიანის ბედნიერებისკენ სწრაფაში შეუწყოს ხელი. დიდი მადლობა. ჩვენ გადავდივართ ამ საკითხზე უკვე 8 წუთიან ბლოკში და შეგახსენებთ, რომ ეს არის ჩვენი ძირითადი ბოლო, ასე ვთქვათ, სადებატო საკითხი და ამ 8 წუთში მე გთავაზობთ, რომ უკვე ასევე დაუთმოთ მსჯელობა გამოსავლის, ასე ვთქვათ, ძიების გზებს. ერთი მხრივ მინდა რომ მოვისმინოთ თქვენი აზრით, აი თქვენ ორივემ თქვენი ხედვები გამოკვეთეთ, რა მიგაჩნიათ ეროვნულ გამოწვევებად. მე დავსვავ ასე შეკითხვას, რა აფერხებს აი ამ გამოწვევების დაძლევისკენ სწრაფვას და მეორე მხრივ არსებობს თუ არა მართლაც ვთქვათ, ასე ვთქვათ, კომპეტენტური პოტენციალი პოლიტიკურ ოპოზიციაში. ერთი არის ვთქვათ რაღაც პროფესიულ ჯგუფებთან მუშაობა, მაგრამ მეორე მხრივ ვთქვათ თვითონ ოპოზიციურ ძალებში არსებობს თუ არა ამის კომპეტენცია, კვალიფიკაცია ამ პრობლემების დაძლევისკენ და გთხოვთ შეგვიძლია დავიწყოთ ეს 8 წუთიანი მსჯელობა. ეს არის კომპეტენციის ნაკლებობაზე მე სხვა ოპოზიციურ პარტიებზე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ რეალურად ჩინალში მე ეს არ დამინახავს, რომ ძალიან განსაკუთრებული კომპეტენცია ქონდეს პოლიტიკურ პარტიას, però ზოგად თემებზე მიდის საუბარი, ანუ წინა საარჩევნოებს მარტო ევროპის ძახილი რომ მიდიოდა და ევროკავშირის პასპორტი და რაღაცა მხოლოდ რაღაცა ვიწრო თემები, რაც ყველა არჩევნებზე გვესმის, მე ეს ვერ დავინახე, ვისურვებდი რომ ეს ასე იყოს, ჩვენზე ვისაუბრებ, რახან ჩვენ შინაარზე მე ყველაზე კარგად ვიცით როგორ მუშაობ ჩვენ შინაარზე, ყოველდღიური მუშაობა გვაქვს ამაზე, ანუ ბევრ ადამიანს რომელიც სუფთა არის, რომელიც ექსპერტი არის, მეკითხებით, ანუ ეს მუშაობა არის ძალიან ესეთი ფართო მასშტაბიანი, ძალიან კომპლექსური და ბევრ ადამიანს ვეკითხებით, როცა პოლიტიკურ პოზიციას რაღაცაზე ვაყალიბებთ და რა თქმა უნდა, ეს არის დაფუძნებული მყარ იდეოლოგიურ საფუძველზე, რაც მე უკვე ვახსენე, რომ ანუ არ უნდა იყოს პოლიტიკა შინაარსისგან დაცლილი, არ უნდა იყოს ერთი და იგივე საუბარი სულ, არ უნდა იყოს, ანუ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, უნდა ვიყოთ შინაარსის შექმნაზე ორიენტირებულები. ეს არის გამოსავალზე, რომ საბოლოოდ მოხდეს დაჯდომა ამაზე, მუშაობა და ამ აქტიური მუშაობით ამ გამოსავლის გზების პოვნა. და ნუ ხო ჩვენი ხედვა მე დიდწილად ჩამოვაყალიბე კიდეც, რომ რა თქმა უნდა პიროვნული თავისუფლება, დაბალი გადასახადები, დეცენტრალიზაცია და ამის გარშემო უტრიალებ ჩვენ ძირითადად და ეს არ უნდა იყოს, აი მე იმაში აბსოლუტურად თანხმდები, რომ დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს პირობითად, აი ჭიათურის მაგალითი. ეს კომპანია, ვისთანაც პრეტენზია აქვს მაგალითად, ნუ იმ კომპანიიდან სახელმწიფოს ხელში გადაცემა დღეს პრობლემას ვერ მოაგვარებს. უნდა უბრალოდ ამ კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადის 70-80% ჭიათურას მოხმარდეს. გაიზარდოს მისი ბიუჯეტი, გაიზარდოს ჭიათურის ტურისტული პოტენციალი და არა მარტო ამაზე, ანუ ტყიბული არის იქ, ძალიან ბევრი ქალაქი, ანუ თბილისის, ბათუმის და რამდენიმე ქალაქის გარდა არის ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან ლამაზი საქართველო, ძალიან კარგი ხალხი, რომელსაც არ მოწყობასთან არის. რა თქმა უნდა, რაც რისი დაფასებაც სათანადოდ ვერ ხდება და საბოლოო ჯამში ყველა აღიქვამსხმობ პარტაქტივად საბოლოოდ რომელიც არჩევნებზე უნდა მიიყვანონ და მოისყიდონ სახელმწიფო პარტიები ძირითადად 20 წელია, 30 წელია ამ ქვეყანაში. და იცით რა არის თანხმობით მე მგონი ეს არის რომ მნიშვნელოვანი არის უფრო მეტად დეცენტრალიზებული მართლობების გაძლიერება ხო? განვითარება თუ გვინდა ჩვენ და გადარჩენა თუ გვინდა, მომავლის პერსპექტივა რო დავინახოთ ამ ქვეყნის, ეს არის ჩემი დისერტაციის მთავარი თემა ეს იყო და შეგნებულად ავირჩიე. ესეც და ამაზე ვკითხულობ კიდეც ლექციას. ამ დეცენტრალიზაციის, რეგიონული დეცენტრალიზაციის გარეშე არ არსებობს ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და არ არსებობს ამ ქვეყნის მომავალი. ჩვენ ამ ხრივ არაფერი არ აქვს საერთოდ. ანუ ჩვენ ამ ხრივ ტერიტორიული მოწყობაც კი ამ ქვეყნის პრობლემა არის და ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს, ხო? არამედ იმიტომაც, რომ არასოდეს საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონდა პოლიტიკური ნება, რომ რეალური რეგიონული დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაცია განახორციელებია. იმიტომ რომ არჩეული მერები პირდაპირ წესი თუნდაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მანდ ადგილობრივი თვითმმართველობა ან რეგიონული მმართველობა ყავს. რეალურად მოცემულობა მივიღეთ, რომ არანაირი რეგიონული მმართველობა არ ყავს, ანუ ყავს გუბერნატორი, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომელსაც არანაირი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს.
რეგიონის შემოსავლების 80% მიდის ცენტრში და რჩება მიზერული 20% და შესაბამისად ადგილობრივი ბიუჯეტი შევსება ვერ ხდება და ისევ ადგილობრივი ბიუჯეტი დამოკიდებულია ცენტრალური ხელისუფლება როდის მისცემს იქიდან ფულს ცენტრალური ხელისუფლება აძლევს ან ტრანსფერის სახით, თქო პირდაპირ ეუბნება რომ ამას გააკეთებ და ამას არ გააკეთებ. შესაბამისად, ნახეთ აქ პარტიული რგოლი ჩემოდის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რატო აკეთებს ამას. მოდის ჭია თუ რა როიდებს 2 მილიარდ რო დეიპ ბიუჯეტში შეაქ 2 მილიარდი ნახევარი, ან 2 მილიარდი, თუნდაც მის ბიუჯეტი უნდა იყოს 35 მილიონი. უნდა იღებდეს ადეკვატურად. ნახეთ როგორი არასამართლიანია მათ შორის ეს რომ მაგალითად წალენჯიხაში სადაც ენგურხესია. ნახეთ ჩვენს ტერიტორიაზე, ანუ სამეგრელოში წალენჯიხაში სადაც ენგურხესია, ჯერ ხომ სახელმწიფოს შეფასებული აქვს მიზღირებულებაზე უფრო დაბალ ფასად ქონება, იმიტომ რომ ქონების გადასახადს უნდა იხდეს წალენჯიხის ბიუჯეტში. ეს ამ შეფასებას არ აკეთებს შეგნებულად, რომ ზუსტი ფასი არ ანახოს, იმიტომ რომ მაშინ მოუწევს რომ ბიუჯეტის თანხა გაიზარდოს. იხდის დაახლოებით 10 მილიონი ცენტრალურ ბიუჯეტში, მოიდგინეთ და აქედან აი თქვენი აზრით რამდენი შეიძლება დარჩეს წალენჯიხას. ანუ წალენჯიხის ტერიტორიაზეა და წალენჯიხას რჩება მხოლოდ დაახლოებით 1,200,000. ანუ ძირითადი თლიანად მიაქვს ცენტრალურ ხელისუფლებას და არაფერს გარდა ამისა არ ტოვებს. და იქ ბევრი რაღაცაა, ხო? კიდე ახლა წალენჯიხა თუ ვინმე იმსახურებს. კორუფცია არის ერთ-ერთი მიზეზი მე მგონია მაგის და კორუფციის წინააღმდეგ ჩვენ ამაზეც ვავითარებთ ახლა ხედავს, ანუ რახან ახალგაზრდა ძალა ვართ იდეაში 2-3 თვეში ბევრი რაღაც მომასწარით, მაგრამ კიდევ მუშაობთ რაღაცებს და ამიტომ ვაანონსებ ზირითადად და კორუფცია ეს მაგალითად ანტიკორუფციული ბიურო რო არსებობს და დაძდევს მარტო ოპოზიციური პარტიების და მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქცია უნდა იყოს, უნდა შედგებოდეს არა ერთი ვიღაცა რაჟდენ კუბრაშვილისგან, არამედ რამდენიმე ადამიანისგან, თავმჯდომარეას რაჟდენ კუბრაშვილი, რამდენიმე ადამიანისგან, კომპეტენტური ადამიანებისგან, რაღაცა საბჭოსგან, მართლა ბიურო უნდა იყოს, საბჭო უნდა იყოს, რომელიც შევა. ამაზე სხვადასხვა არსებობს კარგი რეკომენდაციები ევროკავშირიდან. მე მინდა რომ აი ანასთან გადავიდე შეკითხოთ. ხო. ანა, რა მინდა კითხოთ, აი ჩვენ საუბრისას გამოვყავით ეს ძირითადი საკითხები, როგორც არის სიღარიბე, ჯანდაცვა, თავდაცვა, განათლება, თვითმმართველობა ახსენეთ, მართლმსაჯულება ახსენეთ. მაინტერესებს არსებობს თუ არა იგივე დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ოფიციალური პოლიტიკის დოკუმენტები, სადაც გაანალიზებული ამ საკითხების, ასე ვთქვათ, ფაქტორები, პრობლემური ფაქტორები და კვალიფიციური ხედვები გადაჭრის გზებზე. ასევე მაინტერესებს ასეთი დოკუმენტებით ხდება ხოლმე თუ არა სხვა პარტიებთან კომუნიკაცია პოზიციების ჭიდილისას, ამ პარტიებისგან დაგინახავთ რომ ესეთი დოკუმენტები, გააზრებული ხედვები ამ პრობლემებზე აქვთ, რამდენად არსებითი არის პოლიტიკური ოპოზიცია აი ამ საკვანძო საკითხების გადაჭრის ხედვებში. აი მინდა რომ გავარკვიო. ნახეთ, ნაციონალურ მოძრაობის მაგალითად ხა სხვა პარტიებთან მართლა ესე ზოგადად თუ მისაუბრეთ, რა მქონია ნაციონალურ მოძრაობას მათ შორის დოკუმენტალურად აქვს ეს ყველაფერი გაკეთებული 2016 წლიდან, მათ შორის იმ შეცდომების გადაანალიზებით, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუშვიათ სხვადასხვა სფეროში. ეს ოფიციალურად ყველა სფეროში, მათ შორის თავდაცვაში, განათლებაში, ჯანდაცვაში, კულტურაში, სასამართლოში, პროკურატურაში არის ეს, რა თქმა უნდა, დოკუმენტალურად და ჩვენ ყველა არჩევნებზე თუ აკვირდებით, ვცდილობთ ხოლმე მაქსიმალურად აი ჩვენს ვებგვერდზე ქვეყნდება მაგალითად და ვცდილობთ ხოლმე მაქსიმალურად. უბრალოდ ნახეთ როგორ არის, ჭირდება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის. იმიტომ რომ ეს დაგვანახებდა ალბათ პოლიტიკური აქტორების რეალურ ხედვებსა და მაშინ დაწერილი ნახავთ მეტი გამაგიჟებს. ვაიმე, რა დროინდელი რა გონია გაათრება. ახალიც უნდა იყოს. გავცდეთ ბატონ მიხეილს. გამაგიჟებს ეს. გააცოლა რა. და შესაბამისად, ნახეთ, უბრალოდ აი როდესაც აი ამაში შესვლას, ამის პრეზენტაცია ჩვენ ხშირად გქონდა ხოლმე როგორ სივრცეებში, იცით, აი მაგალითად NGO სივრცეებში, მაგალითად M სივრცეებში, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებს ხვდებოდი და აინტერესებდა ჩვენთან როგორ იყო. მათ შორის ქონია ანგარიშები მაგალითად მოსახლეობასთან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის, როდესაც ძალიან იმაკიტო ახსენე, სიღარიბე და განათლების დაბალი დონე მათ შორის ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად. აი ამაზე რო დაელაპარაკოთ, როგორ დაამარცხოს. იმიტომ რომ კი ძალიან მარტივად უნდათ მაგის ახსნას, მაგათ არ ჭირდებათ 100 გვერდიანი დოკუმენტი, ეხლა ვადო რომ ამბობდა რომ ამ ხელო დოკუმენტი შეგენაცვალე 200 გვერდიანი დაწერე თუ გინდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნახეთ რომ მიდიხარ სოფელში ადამიანთან და ეუბნები რატო უნდა შეიცვალოს მაგას ნაკლებად აინტერესებს შენი არ მივლია მე გულწრფელად არასოდეს 100 და ანუ იმ
იმ საარჩევნო იქნება მაგიტო ვერ მოდის ცვლილებები რომ თქვენ ძალიან იქამდე დაგყავთ ეს კომუნიკაცია ხალხთან მე არ ვფიქრობ რომ ადამიანებს არ ჭირდებათ არც აი როგორ გითხრათ კონკრეტული მარწმუნებელი ხედვა როგორ გადაჭრით ჩვენს პრობლემას ნახეთ მე არ მithავს ის არის ვიტყვი რა ჩავამატება აქ რომ რეალურად იდეაში მე ამომრჩევის პატივისცემას მაგას ვეძახი რომ გასაგებია მარტივად შეიძლება ამის თქმა მაგრამ ამას უკან უნდა კონდეს რაღაც ამაგრებს ამას რა ანუ პირობითად შეკითხვას რომ დაგისვამს რა შენ სამი შეკითხვას იგი პასუხი უნდა შეგეძლოს თუ აი კონკრეტულად როგორ უგვარებ მაგას რა მეგობრებო მე მგონი მე არასწორად გაიგეთ ახლა რაც ვთქვი და დანარჩენი ინტერპრეტაცია არა სწორად გავიგეთ რომ 100 გვერდს ვერ მიუტან ადამიანს იქიდან უნდა იყოს ალბათ კიდე ცალკე ნახეთ სხვა რაღაცის ახსნასვაბი და გასაგებია ხედავს ერთ მხრივ რო ის ჩამოყალიბებული ხედვები ნამუშევარი არსებობს პარტიაში მათ შორის ყველა სფეროში და ამას ჩვენ ვაჟღერებთ ხოლმე მათ შორის ესე დოკუმენტალურად და საჯაროდ გავთ გამოქვეყნებული და ის ხელმისაწვდომი ყოველ არჩევნების დროს ჩვენ საიტზე არის მათ შორის ხელმისაწვდომი ეს ხეთ ეხლა თორცების საიტის რეკონსტრუქცია გვაქვს თლიანად თორე ზოგადად არასარჩევნო პერიოდში შეგიძლიათ და ყველაფერი ნახოთ შესაბამისად მაგრამ თქო რის ახსნაც ვცდილობთ ნახეთ იმას კი არ ვამბობ რომ ის ყველაფერი ხა არ შეიძლება და არ არის კარგი და ვიღაცა ვერ გაიგებს გას არ მithkom საერთოდ პირიქით მნიშვნელოვანია საჭიროა და წინა იმებში ვისაუბრეთ იმაზე რომ პირიქით რაც უფრო მეტად კაფიო და რაც უფრო მეტად ჩამოყალიბებული იქნება ოპოზიციაში როგორ წარმოუდგენია რაღაც სფეროს განვითარება მით უფრო მარტივი იქნება ადამიანებთან საუბარი მაგრამ სოფელში ადამიანებთან თქო ამას ვძახი რომ ცოტა სხვა რაღაცაები მუშაობს ასევე გულწრფელად რომ თქო ხა მე როგორც პოლიტიკაში შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე მაგრამ მე მინდა რომ ვიყო გულწრფელი სხვა რაღაცაები მუშაობს სხვა რაღაც იქ შენ ამ წუთას რო ეუბნები რომ შენი მე რომ მოვალ ხელისუფლებაში ამ რეფორმით შენ 1500 ლარი გექნება პირობითად პენსია ახლა ჩემგან წასული მაგასთან რომ მიდის ქართული ოცნება და ეუბნება რომ იცი რა აგერ შენ რა რაღაცა კონკრეტული და რადგინდა ეხა მაგათი დაპირება მოვლენა რიცი და არ მოვლენა ეგრე იყოს ბევრი გადაწყვეტილება და სანამ აი ამასაც არ გაუსწორებთ თვალს და მაგიტომ ამბობ მე რომ ჩემი ძალიან ღრმა პატივი ამის გათვალისწინებით არის სწორედ ესეთი რთული პერიოდი რომ ბევრი ფაქტორია რაც ადამიანებს ბევრი ფაქტორია არის განსაკუთრებით კიდევ ვიზახი ეს მე ეს ძალიან ბევრჯერ მინახავს და ძალიან ბევრჯერ შევწრები ვარ და ძალიან ბევრი ნათელი მაგალითები მაქვს ამისი და აი ესე რო დგება როდესაც რაღაცას თვითონ უნდა დაკარგონ ნახე ამ შემთხვევაში ესეთ შემთხვევაში უკვე ნაკლებად იღებენ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით ჩვენ რამდენად კარგი რეფორმის ესა ვადა თუ ძალიან მნიშვნელოვანი რამის თქვა გინათ ამ თემაზე დაგითმოთ დამატების დროს თუ არ თქვა დავხურავ ამ 8 წუთის არა იცით რა უბრალოდ მინდა იმის თქმა რომ ეს ყველაფერი თემებზე საუბარი თემებზე მუშაობა თუნდაც ის რომ არ მეთაკილება ის რომ აი ორმოების ამოუსებაზეც კი ვისაუბრო ვიღაცა შეიძლება ეგონოს რომ ამის დრო არ არის ეს რა ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მნიშვნელოვანია უსოფარ ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერზე უნდა შეეძლოს პოლიტიკოს საუბარი და ყველაფერზე უნდა ქონდეს ხედვა და ანუ დაუკავშიროთ რაღაცა მიზნებს ეს ზოგადში ყველაფერი უნდა არსებობდეს და ჩემი ეს და ეს არის ამ შინაარსზე უნდა იდეს ყველაფერზე პოლიტიკოს უნდა ქონდეს პასუხი პოლიტიკოსი იმიტომ არის პოლიტიკოსი ჩემი აზრით პატივს უწევს ის თავის ამორჩევას დიდი მადლობა კეთილი ჩვენ დავასრულეთ ჩვენ ძირითადი სამი სადებატო საკითხის განხილვა მადლობა თქვენი პოზიციებისთვის ჩვენ დაგვრჩა ცოტა დრო იმისთვის რომ პოდკასტი დავამთავროთ აქ მოგცემთ მე სამწუთიან ასე ვთქვათ დროს იმისთვის რომ თქვენ მიმართოთ თქვენს ოპონენტს ერთი შეკითხვით და ამავე სამწუთში დაუტოვოთ პასუხისთვის დრო თავად განსაზღვრეთ რამდენს დაუთმობთ შეკითხვის ჩამოყალიბებას და რამდენ დროს დაუთმობთ პასუხისთვის დავიწყოთ ანა თქვენ მე მაქვს ერთი ესეთი შეკითხვა რომ აი თვითონ რო გქონდეს ახლა შესაძლებლობა იმისი რომ წარმოიდგინე რომ აი ოპოზიციაში ხარ მთავარი ადამიანი რომელსაც შეგიძლია რომ ამ ოპოზიციურ სპექტრში შენს გადაწყვეტილებაზე კონკრეტულად იყვნენ დამოკიდებული კონკრეტული ოპოზიციური პარტიები რა იქნებოდა ის მთავარი რასაც შენ ახლა გააკეთებდი იმისთვის რომ წინააღმდეგობრივი მოძრაობა ამ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს და იმ კრიზისიდან რაშიც ახლა ვართ გამოვიდეთ გაუცრუა პასუხი შემიძლია ეს რა არის ეგ კომპლექსური საკითხი არის მაგრამ წარმოდგენილი მაქვს ახლა შეუძლებელია პოლიტიკასთან ახლოს იყო და ამაზე არ იფიქრო იმიტომ რომ არ მომწონს სადაც უყურებ ბევრი რამ მთავარი ალბათ რაც ვიზამდი არის ის რომ უფრო ახლოს ვეცდებოდი და მე ვხედავ ოპოზიციურ ლიდერად ვინც აცხადებს ზოგიერთი თავს და არ არის ახლოს ადამიანებთან ხედავ ამის უარყოფით შედეგებს და უარყოფით რეაქციას პირობითად იმას მაინც უზრუნველყოფდი ეხლა არ ვიცი ეგ ყველაფერი მოაქვს კონტექსტს რეალურად რა კონტექსტი უნდა მოიტანოს მაგრამ იმას მაინც უზრუნველყოფდი რომ ყოველდღიურად
ვიყო ადამიანების გვერდით, რაღაცნაირად ვიზიარებდე იმას პროტესტში ჩართული ადამიანების სატკივარს, ვიზიარებდე თუ რას ფიქრობენ, აი პულსზე მედოს ხელი რეალურად ჩემი არა იმით, რომ ვიღაც კონსულტანტები მირჩევდნენ და კაბინეტში ვიჯდე. არამედ გასვლი და ასევე აი ერთი რაღაც რატო ვერ გააკეთა ოპოზიციურმა სპექტრმა და ეს პრეტენზია სალომე ზურაბიშვილთანაც, მაგრამ არა. არა, იმიტომ რომ კითხვაში ისე. მე უნდა გიპასუხო და იცი არა, მაგაზე არა, ერთი რაღაც ვერ გააკეთა სალომე ზურაბიშვილმაც თუნდაც, რომ ვერ უზრუნველყეს ის, რომ დღეში ერთხელ დილას ან საღამოს დგებოდეს პოლიტიკური ლიდერი და აბარებდეს ანგარიშს, რომ აი უცხოეთის მიმართულებით ხო ბევრ საუბრობ ეს არჩევნების წარმატებაზე. მანდაც კი ცოტა შეკითხვები არსებობს. ესა და ეს მოხდა. პროტესტს იმ დახურულ კარს ხო, არავინ იცის. აი მე გამომწონს ყველაზე მეტად. დამწინააღმდეგობის პლატფორმის არა, ჩვენ არ ვართ. ჩვენც არ ვართ. ეს ანუ ჩვენ დღეს ეს მაგრამ რო ვიყავით მაშინაც არ იყო მე მაშინაც ვამბობდი ანუ მე რო რაღაც ანაწიხლიძემ ვიცი და ვადო მიცის ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ არ უნდა კლანურად არ უნდა მიიღებოდეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამოხვიდე და ილაპარაკო რაღაც ვერ გავაკეთე აი გეუბნებით მაგრამ ყოველდღიურად დავდგებოდი და ჩავაბარებდი საზოგადოებას ანგარიშს და ჩემი შეძლით და რას რა თქმა უნდა რას ვერ მივაღწია თან ეს რეალურ პოლიტიკას გვაჩვენებ და უფრო მეტად აი ნახეთ არის თვალში ნაცარსა შევაყრედი არავის არ ვიტყოდი რომ რაღაც ცუდად მიდის ყველაფერი ძალიან კარგად არის იმიტომ რომ ყველაფერი ბოლოს ცუდად კი არა ძალიან ცუდად იქნება თუ მე ვიტყვი ადამიანს ყველაფერი კარგად არის რომ ცუდად მიდის რაღაც ის რა არის ეგ არის რა პატივისცემა მეტი ადამიანს და თვალებში ნაცრის შეყრა ნაკლებად და ეს სუსტად გონია თქო იცი აი რა გონია ცისუსტე რაღაცას ხო დაждებიან და ილაპარაკებენ და რაღაცა ვერ მოგვარდა ეს გონია ცისუსტე რომ მე გამოვინა ხო პირიქით უნდა თქვან ჩვენ ეხლა თუ ვერ ვანახეთ ანგარიშვალდებულება ხე ადამიანებს ოპოზიციას ხშირ შემთხვევაში მე ეხა პოლიტიკურ იმას რა ქვია ლიდერს ხშირ შემთხვევაში ხო მე მიჭირს ხოლმე ინფორმაციები თუ არ დავრეკე და არ ვიკითხე თუ არ ვარ იმ შეხვედრაზე რომ რა ხდება მადლობა აქვე გეტყვით რომ პოლიგონი ემზადება ინტერვიუსთვის პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და აუცილებლად მივიტანთ მათ შორის ამ საკითხსაც იმიტომ რომ ჩვენს გვაინტერესებს რატომ უფრო ხილული არ არის თუნდაც აი ამ ერთწლიანი მოლაპარაკებების პროცესიდან ბევრი რამ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ვისაც აინტერესებს ამ პროცესის ხილული რო იყოს და შეგდით იმედი ასეთ დრამატულადაც არ არის ანუ ხომ რო ვიტროთ ეხლა ვადო თქვენ გაძლევთ 3 წუთს რომ ანას კითხოთ და თავად განსაზღვრეთ რა დროს დაუთმოთ შეკითხვის ჩამოყალიბებას და რამდენს დაუტოვეთ პასუხის ის არის მე მაქვს ეს შეკითხვა თქვენთან თვლით თუ არა ალბათ პასუხი ხდება მაგრამ მინდა რომ ჩავშავოთ ეს საკითხი თუ პასუხი იცინეს რატომ არა მაგრამ მაინც თქვენი აზრი მაინტერესებს ამაზე თვლით თუ არა რომ მთელი თავის აი ამ ისტორიით ძველი სახეებით ნაციონალური მოძრაობა არის ერთ-ერთი შემაფერხებელი იმის, ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი იმის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება შეიცვალოს. ანუ თვლით თუ არა, რომ ოცნებას აწყობს ნაციონალური მოძრაობის არსებობა იმ ფორმით, როგორც დღეს ის არის და მისი ლიდერის იმ ფორმით, როგორც დღეს ის არის. არა, რა თქმა უნდა, და მე პირველში იმას ვიტყვი, რომ მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ კარგს ხედავს და იმ შესწავლას ვერ ხედავთ. თქვენ რომ ნახოთ, რას ვაკეთებდი მე 9 წლის განმავლობაში, ოპოზიციურად ვიყავი, სხვათა შორის განწყობილი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ამიტომაც მე არ მივეკუთვნები ამ ადამიანებს ნამდვილად, თუმცა ნაციონალური მოძრაობაში ჩემი მოსვლის მთავარი мотиваცია ნამდვილად იყო ის, რომ მიუხედავად შეცდომებისა, მიუხედავად ბევრი რამისა, ნაციონალური მოძრაობა იყო და მიუხედავად იმისა, რომ არაფერი 9 წლის განმავლობაში არ მქონია შეხება ნაციონალური მოძრაობისგან, თქვენ განსხვავებით, მათ შორის ბრიტანეთშიც გისწავლიათ, მე საჯარო სკოლაში სწავლობდი და უნივერსიტეტში აქ, მაგრამ ჩემი მეგობრების მამებს პრობლემები მქონდა და მათ შორის კი ბატონო, მაგრამ არა, რატო აღვნიშნე, იცი, ძალიან დიდი იმით, ანუ მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ მაკავშირებდა საჯარო სკოლაში ვიყავი და რა ვიცი თესო დავდავდა და ასე შემდეგ და თქვენ ყველა სიკეთით ისარგებლეთ მიუხედავად ამისა მე მაინც როდესაც მოვედი ნაციონალურ მოძრაობაში ჩემი თავარი განსაზღვრელი ჩემთვის იყო ის რომ ესენი იყვნენ ადამიანები რომელსაც დავშვით ძალიან ბევრი შეცდომა მაგრამ ასევე ის 9 წელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წლები, სადაც საქართველოს როგორც სახელმწიფო შედგა და რომელსაც ყველაზე დიდი განაცხადი გააკეთა და კითხვის ნიშანი არ დასმულა საქართველოს ევროპული განვითარებისთვის და რომელსაც ძალიან ბევრი გააკეთეს ამ ქვეყნის განვითარებისთვის. ამიტომაც და ჩემთვის იყო მთავარი ის რომ ეს ქართული ოცნება მე არ მიკურს სხვადასხვა შორის არც იმ ადამიანებს მივეკუთვნები, ვისაც უკვის რომ 2012-ში ხმა როგორ მისცეს ქართულ ოცნებასო. ძალიან მარტივად, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ნაციონალურ მოძრაობას უნდა წაიგო არჩევნები 2012-ში, ამაში ტრაგედია არაფერი არ იყო. ამაში ტრაგედია კი არა, ჩაულებრივი ამბავი იყო.
ტრაგედია ის იყო, რომ ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში და ნაცვლად იმისა, რომ ის რაღაცები გამოისწორებია და წინ წასულიყო ეს ქვეყანა და კარგზე დაეშენებინათ კარგი, მივიღეთ უარეს კი არა, უბედურება, არ შევადრი და შეურაცხყოფელი იქნება. იმიტომ რომ მე არ მგონია, რომ ნაციონალური მოძრაობა და ქოცური პროპაგანდა მგონია, რომ ნაცი უდრის ქოც. არა. ნაციონალური მოძრაობას იყოს შეცდომები თქოს, მაგრამ დღეს უნდა ეს რომ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ვინ არის რეჟიმი. ხე და აი როცა იძახიან რომ ერთი არიან, ერთი არ არიან და არასოდეს არ იქნება. იმიტომ რომ შეცდომები იყო თქო ამბობ, მაგრამ ნახე რა არის, მამაშეს უფრო მეტი იქნებ ხმამაღლა სიტყვა რო ამოიღო იმაზე მურუსიძეზე და ჩიჩალაძეზე. იქნება ეხა ეკითხვა არ დაგესვა რა. ამიტომ ნახე რა ამბობ. ამიტომ ნახე რა ამბობ. კი ბატონო, ამიტომ ნახე რა ამბობ. მე არ ვიმაჩნია ესე და ყოველთვის როცა ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობენ, ერთი რაღაცა უნდა გაითვალისწინოთ. ნახე ლეგიტიმაციას პოლიტიკური პარტიის არსებობას აძლევს ამომრჩეველი. ამომრჩეველი თუ გადაწყვეტს რომ ეს პარტია უნდა არსებობდეს, ეს პარტია იქნება პოლიტიკურ პროცესში. ამიტომაც ეს არის ამომრჩევლის გადასაწყვეტი და თუ ვინმე წინააღმდეგობა გაუწია ბიძინა ივანიშვილს 13-ში და 14-ში როცა ბევრი ჩირკში იყო, ეს იყო ნაციონალური მოძრაობა. ამიტომ იყო ნაციონალური მოძრაობის მოსპობა ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი. ჩემი მცდელობის მიუხედავად, მაინც ბევრჯერ მოხდა მიხეილ მაჭავარიანის ხსენება. მე მინდა რომ მეც ასე ვთქვათ, ვისარგებლობ მაშინ რა კი ღამის ირგვლივ მაინც წავიდა საუბარი და თუ კი მას ექნება სურვილი სიამოვნებით ჩავწერდი მასთან ინტერვიუს, მითხრა რომ მგონია რომ ანაწისლიზეზე არანაკლებად კრიტიკული ხედვები მაქვს ენუმის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქართულ დემოკრატიასთან დაკავშირებით, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ბევრ საკითხთან დაკავშირებით და სიამოვნებით მოვისმენდი მასთან, ასე ვთქვათ, მისგან პასუხობს უშუალოდ იმ შემთხვევაში თუ მასთან მექნებოდა ამის საშუალება, მაგრამ გთხოვთ ამაგიდასთან ბატონ მიხეილ მაჭავარიანზე საუბარს მოვუჩეთ. ასევე მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და არ მივეკუთები იმ ადამიანებს, ვისაც გონია რომ რაღაცა პირიქით, მგონია რომ ძალიან ბევრი კარგი უკეთებია ამ ქვეყნისთვის, მათ შორის ჩემი პარტიისთვის, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი და მთავარი პარტიული ინფრასტრუქტურის შექმნელი, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობაზე და ჩვენ მხოლოდ მადლობა გვეთქვის ამ ყველაფერში, მაგრამ დავასრულოთ ბატონ მიხეილ მაჭავარიანზე საუბარი. დიდი მადლობა თქვენ რომ უყურებთ 64-ის ამ პოდკასტს, გთხოვთ რომ ეწვიოთ ჩვენს YouTube-ის არხს და თქვენ უკვე იქ ხართ პრინციპში და გამოიწეროთ ჩვენი არხი და იხილოთ ჩემი კოლეგების ძალიან საინტერესო სხვადასხვა მიმართულების პოდკასტები YouTube-ზე და მოусმინოთ ასევე ჩვენს ახალ პოდკასტს გლობალურ კონტექსტს Spotify-ზე და ჩვენ უკვე დასკვნით ბლოგში ვართ, სადაც გაძლევთ 30 წამს იმისთვის რომ თითოეულ შეკითხვას უპასუხოთ, იმ შეკითხვებს რომელიც შემოვიდა აუდიტორიისგან, გთხოვთ რომ შეგვიძლია დავიწყოთ. ზოგიერთი შეკითხვა არის სახელობითი, ზოგიერთი შეკითხვა ჩათვალეთ რომ ორივე თქვენგანს მიემართება და ორივეს მოგცემთ პასუხისთვის საშუალებას. ჯერ გთხოვთ წაიკითხოთ კითხვა და მე როგორ ციკლიძე ბელადობანის დამარცხებას როცა პარტიაში ერთი კაცი წვეს, ნიკა ტოგონიძე. მე ვფიქრობ რომ ეს ადამიანი უნდა მოვიდეს პარტიაში და ნახოს პარტიაში როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება. ხალხო, პირველ რიგში დავიწყებ იქით, რომ ეს ნაციონალური მოძრაობა არ არის მოკლედ ის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მანამდე იყო. ამ ნაციონალურ მოძრაობაში ადამიანები ვართ 80%-ზე მეტი, ვინც საერთოდ 2012 წლის შემდეგ მოვედით ამ პარტიაში. შესაბამისად, ნაციონალურ მოძრაობაში ხო არის ეს წარმოდგენები, რომ რაღაცა მიშა ერთია და მიშა წყვეტს და იმის იქით არაფერი არ ხდება. არ არის ესე. მიშა რა თქმა უნდა არის მთავარი ფაქტორი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლისთვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც, მაგრამ ნაციონალური მოძრაობას გადაწყვეტილება არ მიიღება ისე რომ მხოლოდ მიშაზეა დამოკიდებული და ამის მაგალითი მე შემიძლია მე თვითონ ვიყო, მაგალითად მე როდესაც სამაგილოში არჩევნებს ხელმძღვანელობ ხოლმე, ძალიან ბევრჯერ მქონია ახლა შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ კანდიდატებზე არ დამთანხმებია მიშას და პარტიის რაღაცა ნაწილის, მაგრამ ძალიან ბევრჯერ ჩამithვლია და ის კანდიდატები დამეყენებია, ვისაც თვლიდი რომ მნიშვნელოვანი იყო საერთო ბრძოლისთვის. მადლობა. ნახევარწუთზე მეტი დაგითმეთ, გთხოვთ ვადო, წაიკითხოთ და შემდეგ მოგცემ დროს. მოკლედ ჩვენ ვიდეოებში ამაზეა საუბარი, რომ ისევ თემას ვბრუნავთ ხშირად ნაციონალურ მოძრაობის კრიტიკა და არის თუ არა ეს ნაცობის კომპლექსი და ქართული ოცნება ყოველს ცდილობს რომ მიიღოს ნაცების იარაღი. იცით რა არის კომპლექსზე მეტად მე მგონია უბრალოდ რომ ცდილობთ რომ ვიყოთ მართლები. საკუთარ თავებთანაც და საზოგადოებასთანაც. ცუდზე უნდა ითქვას რომ იყო ცუდი. კარგზე უნდა ითქვას რომ იყო კარგი. ნაცკოცური სისტემა რაც 20 წელია მოძდევს სასამართლო დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი მაგალითად ხარება არა მარტო ეს ამ მთელი ის მანკირებები რაც წამოყვა, რაც ოცნებამ წამოიღო ნაციონალურ მოძრაობიდან, ეს არის ისაც ამ ქვეყანას წევს უკან, რაც ვერ ავითარებს ამ ქვეყანას რეალურად. და ამაზეც იმიტომ საუბრობთ რომ ეს ერთი რაღაც რაც არის, ეს უნდა დავამარცხო და ახლა პოლიტიკამ უნდა დავამარცხოს ეს. აი ეს არის ჩვენი ამაზე საუბრის მიზეზი და არანაირი კომპლექსი. მადლობა ვადო, ანა გთხოვთ წაიკითხოთ.
მოკლედ ხვალ რომ მოცემამ შეასრულოს თავარი მოთხოვნა ოპოზიცია გაიმარჯვებს? აბატეთ კიდევ ერთხელ წაიკითხოთ. ხვალ რომ ოცნებამ შეასრულოს თავარი მოთხოვნა ოპოზიცია გაიმარჯვებს? ალბათ არჩევნების ჩატარებას გულისხმობს, არჩევნები რო დანიშნოს, არ ვიცი. მაგრამ ნახეთ ამ პირობებში ამ ცესკოთი აი ამ საარჩევნო გარემოთი რაც შექმნეს, ბიძინა ივანიშვილმა ხვალაც რომ დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები, თუ რეალური ცვლილება არ იქნება მათ შორის საკანონმდებლო ბაზის ცესკოსი და სუსიმის ხელში იქნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში იქნა, აგერ ბოლო არჩევნების მოიგო ოპოზიცია, მაგრამ აიღო და წაართვა ოპოზიციას ეს არჩევნები. ამიტომაც წაართვეს და ჩვენი მიზანი მარტო ის კი არ არის, რომ საპარლამენტო არჩევნები დავანიშნოთ იმავე თამაშის წესებით, რა თამაშის წესებშიც ბიძინა ივანიშვილს უნდათ. არამედ ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩვენ რატო ვამბობთ, რომ რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს იმისთვის, რომ ნორმალური არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდეს. მადლობა. აი რამდენად ხშირად იკვეთება ხოლმე ჩრდილოვანი კაბინეტის საჭიროების თემა, იმიტომ რომ ვუპასუხოთ ამას? არა, კიდევ ცოტა შეკითხვა. იმიტომ რომ თქვენი ცვლილების მთავარი გეგმა დგას იმაზე, რომ არსებითად უნდა გაჯანსაღდეს თქვათ სახელმწიფო ინსტიტუტები, მოხდეს დეპოლიტიზება, მაგრამ როგორ თუნდაც თქვათ ივანიშვილის ნების შემთხვევაში როგორ გააკეთებთ ამაზე გვჭირდება ხედვები და ამიტომ საქმეთა სამინისტროს რეფორმა როგორ უნდა მოხდეს, ესეც კი დოკუმენტალურად გვაქვს მათ შორის. ხო, უფრო დიდი სურათიც პოლიცია რო შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის იმაში გადავიდეს. ხო, ბევრი რამეა. კეთილი. იგივე კითხვა იყო ზუსტად ამიტომ სხვა კითხვა მოვიღე და საინტერესო არის ეს, რომ გასცა ამაზე პასუხი. რო წაიკითხოთ. კი ბატონო, ხო, ფიქრობ თუ არა რომ ბაბლში ვარ და შეძლო პროტესტი ამიტომ შეიძლება. კი, ფიქრობ ასე და მე მგონია ამ ბაბლში რო ვარ და ამ ბაბლში, ანუ რა თქმა უნდა დასაფასებელია ბაბლის აქტიური ადამიანების აზრი, ამას ვეძახი მე ბაბლს, მე ვფიქრობ რომ ამის იქითაც უნდა გავიხედოთ და ის მიზეზი, ამასაც სიმართლის თვალებში უნდა ჩავხედოთ, რომ მიზეზი რატომ შემცირდა 100,000 ადამიანი რუსთაველის გამზირზე. ამას ბევრი ფაქტორია, კაცო, მე კი არ ვამბობ რომ იმიტომ მოხდა რომ ეს ადამიანები აღარ ფიქრობენ რაღაცა ისე რომ ქართული ოცნება უნდა წავიდეს და ქვეყანა ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს. უნდა გავიაზროთ რატომ მოხდა შემცირება აქციაზე მყოფი ადამიანების, რატომ ხდება აი იშვიათად ბევრი ადამიანი გამოდის ხოლმე, მაგრამ ყოველდღიურობაში ეს ასე არ არის. მე მგონი რომ ჩავიკეტეთ რაღაცა აზრებში, ვიკეთეთ რაღაცა გავლენის სფეროებში და მე მგონი რომ ამას უნდა გავცდეთ, რა უფრო მეტი უნდა მოვისმინოთ და უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ. მიხარია თუ კი ეს მაგიდა ამ მსჯელობებში თავის მოგზაურობ როლს შეასრულებს, ან ბოლო შეკითხვა არის. რა არის თქვენი პირადი პოლიტიკური კარიერიდან თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა და თუ ჯერ ასეთი მიღწევა არ გქონიათ, რა შეიძლება იყოს მომავალში? რა ვიცი, 13 წელია ოპოზიციაში ვარ ყველაფერში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში მაინც მგონია ის, რომ ძალიან ბევრი მიზეზი მქონდა 13 წლის განმავლობაში, რომ ამ ყველაფერთვის თავი დამანებებია და უბრალოდ გამტყდარიყავი და 13 წლის განმავლობაში ეს არ მოხდა ჩემს თავს მიუხედავად უამრავი ზეწოლისა, 13 დაპატიმრებისა, 5 სისხლის სამართლის საქმისა, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის აღძრული, ჩემი ოჯახის წევრების რეპრესიებისა, მათ შორის ძალიან ბინძური მეთოდებით ბრძოლისა ჩემს ოჯახის წევრებზე. მე მაინც ვარ ამ ბრძოლაში და ვიქნები ბოლომდე. აი რაც მინდა რა მიღწევაც მქონდეს, როცა ბიძინა აღარ იქნება ამ ქვეყანაში და ნორმალურ სახელმწიფოში ვიქნებით, ეს არის რომ თუ შევძლებთ და დარწმუნებული ვარ შევძლებთ იმას, რომ ჩემი წვლილი შევიტანო რეგიონული დეცენტრალიზაციის განხორციელებაში, ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ბოლომდე ორგანიზებაში, მე ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, რაზეც ვიმუშავებთ. დიდი მადლობა, ბოდო. აქ შეკითხვა არის, რომ 17 მაისზე ჩავწერეთ ვიდეო, სადაც თქვით, რომ ოცნებამ არ უნდა მიისაკუთროს ოჯახის სიწმინდის დღე და ვახსენოთ ოჯახის. თქვენი ვიდეოს შემდეგ, რომელიც 17 მაისს ჩაწერეთ, ძალიან ბევრი კითხვა გამიშთა. ეწოდება ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც ადამიანი წერს, რომ მისთვის მხოლოდ სიძულვილისა ჩაგვრის დღეა, უნდა არსებობდეს თუ არა და უნდა არსებობდეს და თუ უნდა არსებობდეს რატომ მაინც და მაინც 17 მაისს. ამაზე ჩემი პასუხი არის ასეთი, რომ აბატეთ, ვიცი ამ კითხვის შინაარსი რო არ ინტერპრეტირებად რო არ წავიკითხოთ, მე მგონი იგულისხმება ის, რომ 17 მაისმა ამ ფორმით დაკარგა ის დატვირთვა, რომ ხო, ანუ აქ არის საუბარი 2013 წლის 17 მაისზე, რამაც ვიცით როგორი ტიპის შედეგები მოიტანა და 2014 წლის 17 მაისს უკვე მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოაცხადა ხო ოჯახის სიწმინდე დღეს. ამ კონტექსტში იყო ეს შეკითხვა გისმენთ. იცით რა არის? ხო, ეს გამოაცხადა არა სახელმწიფო, არამედ მართლმადიდებელმა ეკლესიამ. ნუ სახელმწიფო ამ დღეს იგნორირებას უკეთებდა, უცნაურ უკეთებდა ამ დღეს იგნორირებას ძალიან ბევრი წელი, თუმცა ეკლესია, რომლის ნაწილიც არის მოსახლეობის 80% თუ აღნიშნავს ამ დღეს, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ და მეტიც მივესალმები, რომ ოჯახის
სიწმინდეს თავის დღე კონდეს. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ღმერთის მიერვე შექმნილი ადამიანების ჩაგვრის ხარჯზე, ეს არ უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ადამიანების რაღაცა და განსაკუთრებით ისეთი ადამიანების ვინც ხშირად ხდებიან ჩაგვრის მსხვერპლი, მათი დაჩაგვრის ხარჯზე. ეს არის აქ თავარი ამოსავალი წერტილი და ძალმომრეობა ყველა მიმართულებით არის მიუღებელი ჩემთვის როგორც ქრისტიანი ადამიანისთვის, მაგრამ ჩემს როგორც ქრისტიანი ადამიანისთვის მე იმის თქვა მინდოდა იმ ვიდეოში, რომ მოცნებას არ უნდა მივისაკუთრებინოთ ოჯახის სიწმინდე, რომელთანაც მას არანაირი საერთო არ აქვს, რომ გადავხედოთ საერთოდ მის საქმიანობას და არ შევა კიდე რაღაც დეტალებში. ოჯახის სიწმინდის დღე უნდა ეკუთვნოდეს ყველა ქართველს, ვინც ამას აღნიშნავს და ვისაც ოჯახის სიწმინდე მნიშვნელოვანია 100,000 ბევრი ადამიანი, 100,000 ადამიანი გამოდის ხოლმე ამ დღეს მართლა, ანუ ეს არ არის ტყუილი, ეს არის ოცნების აქცია. ეს არის რომ ეგეთი თემები დავუტოვეთ. კი, დავუტოვეთ ოცნებას და ამიტომ ხო, ყველაზე ოჯახის დამცველები ესენი გამოვიდნენ და რთული შეკითხვა არის, რომელზეც 30 წამი არ რამე სხვა დროს ვისაუბროთ, აქ კონტექსტი 17 აქ საუბარი არის ფიქრობ სხვა რაღაცაზე. აქ საუბარი არის იმაზე, რომ 17 მაისი, რომელიც აღინიშნებოდა ხოლმე როგორც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან, ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ და ამ დროს იხსენებდნენ ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზებით მოკლეს ან მათ ხსოვნას ეძღვნებოდა ეს დღე და 17 მაისი იმართებოდა ხოლმე ასე ვთქვათ ამის მიმართ სოლიდარობის აქციები, ამას მოყვა უბრალოდ თბილისის, ასე ვთქვათ, ცენტრალურ უბანში გვახსოვს თავისუფლების მოედანზე იმ ადამიანების დევნა, ფიზიკური დევნა, ვინც უბრალოდ საქართველოს კონსტიტუციური უფლებით, რომ თავისი სოლიდარობა გამოეხატა, აი ამას ცდილობდა, მაგრამ მაშინ მოხვდა სასულიერო პირების ჩართულობით ამ ადამიანების დევნა, დარბევა და უბრალოდ 17 მაისს, ასე ვთქვათ, ოჯახის სიწმინდის დღის დასახელებამ თითქოს აი ეს საკითხი გადაფარა, აქ არის ეს მგონია რომ არის ამ საკითხის პოლიტიკური კონტექსტი და ასევე ვიმედოვნებ რომ მე მივესალმები რომ ქართული ოპოზიცია, ქართული პოლიტიკა ყველანაირ მიმართულების, ასე ვთქვათ, ხედვებს, მათ შორის კონსერვატიულ ხედვებს ღირსეულად წარმოაჩენდეს, მაგრამ ასევე ვისურვებდი რომ ამან, ასე ვთქვათ, არ დაგვავიწყოს ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური უფლებები, იმის მიუხედავად, კი ბატონო. ძალმომრეობა, ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ის არის აუცილებელია ვიტყვი რა. ასევე მინდა რომ არ მინდა დაკომპლექსდეს ქართული ოპოზიცია, ქართული მედია, მათ შორის ქვიარ ადამიანების პრობლემებზე საუბრით, იმიტომ რომ ცალკეული ადამიანების პრობლემები, ასე ვთქვათ, ამ ნარატივით, ამ აგრესიული ნარატივით არ გაქრება პირიქით უფრო გაღმავება. ის არის ვიტყვი რა, მოწონს ვინმეს თუ არ მოწონს ეს საქართველოს კონსერვატიული საზოგადოება. აუცილებელია რომ კონსერვატიული აზრიც, ანუ კონსერვატიზმი არ უნდა ქონდეს ალტინფოს, ქართულ ოცნებას და რუსებს მისაკუთრებული. ეს არის რუსული კონსერვატიზმი. ჩვენი ალტინფოსთან წარმოვიდგინე უცებ საინტერესო იქნებოდა თქვენი და მახარაძის დებატი. კი, ძალიან საინტერესო იქნებოდა, სხვა შორის შეიძლება მაგის დაორგანიზებაც ვისურვებდი ასევე მას დებატს. კალზე გამახსენე წეგნ, მაგრამ მასთან დებატს ვისურვებდი აუცილებლად. ის არის ქართული კონსერვატიზმი არის ყველაფერს ამოსავალი. ქართული კონსერვატიზმი სულ იდგა ადამიანის პატივისცემაზე, არა ჩაგვრაზე, მაგრამ ტრადიციების შენარჩუნებაზე და ჩვენი ადაწესის არ დავიწყებაზე. და მათ შორის ენამამურის და სარწმუნოების გამყარებაზე, რაც დაზეც დგას ჩვენი ეროვნული იდენტობა ჩვენს სახელმწიფოში. ამი დავამატებთ. ამ დღის პრობლემა ის ხო არ არის, რაზე ჩვენ, ანუ ოჯახის სიწმინდის დღე ნებისმიერ სხვა დღეს აღინიშნებოდეს, პრობლემა არ არის პირიქით, ანუ ყველა მეც გავიდოდი მაგ დღეს, მაგრამ აქ პრობლემა ის არის, რა დღეს და რა მიზნით არის დაწესებული, ხო? არ შეიძლება რომ იმ ადამიანებს და ის სწორი არ უნდა კომპლექსდებოდეს ოპოზიცია, თუნდაც ან ნებისმიერი სხვა ადამიანი ამის გამო. ამიტომ პრობლემა ოჯახის დღის აღნიშვნაში კი არ არის, არის რომ იმ დღეს არის ანუ 17 მაისი, როდესაც საერთო სხვა რაღაცა აღინიშნება და როდესაც საერთო სხვა რაღაცა უნდა იყოს ყურადღების. აქ ამაზე საუბარი და არა მოტივირებული კი და მოტივირებული კიდე ამ დღის დანიშნა დაპირისპირა, ანუ ეს ოჯახის სიწმინდის დღეც ის იმ თარიღში უნდა იყოს ჩემს ამან რა გამოიწვია 17 მაისს რაღაცები დააპირისპირა ხო ადამიანები ერთმანეთს და ეს არ უნდა იყოს мотиваცია პირიქით ეკლესია მით უმეტეს უნდა აერთიანებდეს სამ ადამიანებს და ნებისმიერ სხვა დღეს შეიძლება და მაგ დღეს შემეხმარწადი და იქ ცელი საკითხია აღარ შევიდა საკითხია კი უბრალოდ ხო აქვს უფლება მართლმადიდებლურ რეულსում თუნდაც რაღაც დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა და ძალიან ბევრი მართლმადიდებლური დღესასწაული არსებობს და მათ შორის შეგვიძლია ესეც ტოლერანტობა ქრისტიანობა აზრს დგას რეალურად
კეთილი. ძალიან დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. მე ვიტყვი რომ ჩემთვის საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, თქვენი პოზიციების მოსმენა. იმედი აიპოვეთ გადაკვეთის წერტილები, ხედვებშიც, ასე ვთქვათ, გამოსხივებლები კი მართლაც საკმაოდ ბევრი ვნახეთ. იმედი ასევე ჩვენ ამ საუბრით შევთავაზეთ აუდიტორიას თქვენი ხედვები გამოსავლის გზებზე. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ გვიყურეთ, მადლობა მონაწილეებისთვის და იმედია შევხვდებით უკვე შემდეგ ეპიზოდში ისევ დებატებით. ნახვამდის.